წინა ეპიზოდში ელიტაში გარეული პროვინციული პარმა განვიხილეთ. დღეს კი მართლა ელიტარული გუნდის შესახებ გვექნება ეპიზოდი, ყვებით 1997-98 წლების იუვენტუსზე. შენ დაუშვი ჩემი საყვარელი შეცდომა, რომელიც არის ლეგენდის ნაწილი. რონალდოსკენ იყო ყველა, ვინც არ იყო იუვენტუსისკენ. ჩემთვის არ ჩანდა ზიდანი, რა ვქნა? 0. პირველად Netflix-ი ამ დროს დაარსდა. იდი იუვენტინოები, ბეტსონ სპორტის ანალიტიკოსი და ჟურნალისტი გიორგი უგულავა და მისი დამსახურებული ეს ხუმრობა უნდა მეთქვა. და ბეტსონ სპორტის თავარი რედაქტორი შაკო ბუაჩიძე. ამ ტიპსაც ალბათ იცნობთ ყველა. მე დაჩი ისევ ზივარ უბრალოდ მოვედი. დატოც აქ არის და მოგისმენთ უბრალოდ. ნახოთ რაღაცებს სიტყვით. დაგაკვირდებით. მოდი თავიდან ამ გუნდის შემადგენლობა გადავიაროთ, გავიხსენოთ ვინ იყო სასტარტო 11 წელში ყველაზე ხშირად, ასევე სათადარიგოები, რომ მივხვდეთ რა გუნდზე ვლაპარაკობთ. ყველაზე ხშირად ჩატარებული მატჩებით, ასე გამოიყურება 11 წელი. კარში ანჯელო პერუცი, მარჯვენა მცველი ბირინდელი, ცენტრში მარკ იულიანო, პაულო მონტერო, მარცხნივ კი ჯანლუკა პესოტო. საყდენი ნახევარმცველი დიდიე დეშამი, მის გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ ედგარ დავიცი და დილივიო, 10-იანზე ზინედინ ზიდანი და ორი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო და ფილიპო ინძაკი. სათადარიგოები მოკლედ ჩავიაროთ: ტორიჩელი, ჩირო ფერარა, ტაკინარდი, დიმასი, კონტე, ფაბიო პეკია, ფონსეკა, ამორუზო და მარსელო სალაიეტაც ალბათ მაინც შესაყვანია რამდენიმე თამაში ითამაშა. ეს არის იუვენტუსი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად რატო არის იულიანო და არა ფერარა, იმიტომ რომ მე მგონი დაიმტრა ჩირო ფერარა. ძიმე ტრავმა, თუ არ ვთქვი, წვივის ძვლის რაღაცა მოტიხილვა. მეორე ნახევარი მთლიანად გამოტოვა მოკლედ და ამიტომ იმედი თამაში აქვს, ნათამაშები მარტო. იულიანოს დაუგროვდა მეტი თამაში. თორე ფერარა იქნებოდა ყველა ვარიანტი. ასე გამოვიდა. მე ცოტა ისე ჩირო ფერარა სათადარიგოზე, ცოტა გულზე ცუდად მომხვდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც იუვენტუსის ელიტურობას ახლავს თან და ძალიან სახასიათოა ამ გუნდის ღირებულებების და ხასიათისთვის არის ის, რომ იუვენტუსს არ აქვს ბუნებრივი დაბადებით ელიტურობა, ანუ წარმოშობითი ელიტურობა, რაც ყველაზე მეტად მაგალითად აქვს რეალ მადრიდს. და ეს განწყობა რეალის შიგნითაც ყოველთვის იგრძნობა, რომ იმპერიული დიდი დედაქალაქია მადრიდი, ესპანეთის ცენტრია და ამიტომ რეალის კულტურას და აი ყველაფერს იმ კლუბში რაც ხდება მთლიანად აურას მოყვება ეს, რომ ჩვენ წარმოშობით დაბადებიდანვე განსხვავებულები ვართ და იუვენტუსს აქვს შრომით მოპოვებული ელიტურობა, ეს მოდის ანიელების ოჯახიდან, ეს არის დიდი ბიზნესმენების ოჯახი, რომელთაც კი თაობიდან თაობაში გადავიდა ეს დიდი გავლენა და დიდი კაპიტალი, მაგრამ იუვენტუსის კულტურაში არის, რომ შენ ამ ელიტურობამდე უნდა მიხვიდე. ანუ ეს არის შრომით მოპოვებული და ეს არ არის რაც დაბადებიდან მოყვად. ამიტომ არის იუვენტუსში ძალიან მაგრად აფასებენ შრომელ ფეხბურთელებს. ანუ შენი შრომით უნდა შექმნა ედგარ დავიდს და პაულო მონტეროს და ანჯელო დილივიოს. მერე მიღებული თავადობა აქვთ, ხო? ან თავიდან თავადები არის გათავადდნენ. მონტერო მაგალითად, ან დავიდსი, ან დილივიო, ან კონტე რეალში ვერ იქნებოდნენ გუნდის სახე და სიმბოლო. მოდი გავიხსენოთ რა ხდება ახლა ამ სეზონში. როგორც თქვით, 97-98 წლებზე ლაპარაკობთ, ჯერ ზოგადად პერიოდზე ვთქვათ, რაღაცა ეს მიყვარს საინტერესო ფაქტების მოძიება ამ პერიოდზე. მე გავიხსენოთ თქვენი პერსონალური რაღაცა ამ დროს სათხართ როგორ ხართ, როგორ უყურეთ ფეხბურთს. ტრადიციულად მე ამ რუბრიკას როგორც ხშირად მე ვეთი შევიხობ, იმიტომ რომ არ ვარ 97 წელს უბრალოდ კიდე 2 წელი არ ვიქნები. ამიტომ ამას დაგიტოვებ თქვენ. რა კაი დრო იყო? უკეთესი ხო შენთვის. კაი, მოდი რაღაცები გავიხსენოთ. მაგალითად, ეს არის პერიოდი, როცა ეს რაღაცა კომპიუტერული და ტექნოლოგიური რევოლუცია თუ არ ვიცი რაც ქვია ძალიან აქტიურ ფაზაშია. მაგრამ ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ კომპიუტერს რო ეთამაშება გარი კასპაროვი, ჭადრაკს და ესო 3 პარტია ჰქონდათ, ხო და მე მგონი 97-ში IBM-ის კომპიუტერმა მოუგო. Deep Blue. ხო, Deep Blue მოუგო და პირველად იყო რომ კომპიუტერმა მოუგო. ასევე Netflix-ი დაარსდა. ოღონდ მაშინ იყო არანაირი პლატფორმა ცხადი არ არსებობდა, უბრალოდ მეილზე მიიწერებოდი, გათხოვებდნენ რაღაც DVD-ს, უყურებდი და დააბრუნებდი. ოღონდ აი პირველად Netflix-ი ამ დროს გაჩნდა და ასევე WNBA-ც დაარსდა. ქალების კალათბურთიც წამოვიდა. მე გულწრფელად ვიტყვი რომ შეიძლება 1-2 თამაში ქონდეს ანახი. WNBA-ის, მაგრამ 97 წლიდან რო იყო ეს ამბავი, ნახდათ არ ვიცოდი. კიდევ უფრო ახალი რაღაც მეგონა, 10-იან წლების ან 2 წლების. ეს ხდება ზოგადად. ასევე ძვირფასი პრინცესა დაიანაც არ დაგვეცვალა ავარიაში. რაზეც მინდა გითხრა რომ პირველი 3 ამბავი ტიტანიკი გამოვიდა. 97-იანია ტიტანიკი.
ნუ კაი, გავიყვანოთ, პერიოდში გავიყვანოთ. 97-ში გამოვიდა დიდანი კი ეგრე მახსოვს. რა თავარია, მე მაქვს გრაფიკით დენი 8-დან 12-მდე, Champions League-ის თამაშებს უყურებ ხშირად 15 წუთი მარტო. თორემ ეგ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ეს რა ჩამოთვალა ეს აი ეს IBM-ები და რაღაცები რომ დაგუგლა, მინდა გითხრა რომ ეს ჩვენი თავისი უფრო დაცინვაა, იმიტომ რომ 98 წლის საქართველოს არათუ IBM-თან ან Netflix-თან შეხება გაქვს, თავარი მიღწევა დენი თუ გაქვს და პრეზიდენტი რო არ აგიფეთქდა. პრეზიდენტი არ აგიფეთქდა და პურის რიგში თუ წინ დადექი, ესე იგი იმ დღეს შენი დღე შედგა. ნავთი, პური. ნავთი, პური. მე ველოდები Champions League-ის თამაშებზე დაიწყება და იმედი მაქვს რომ 12-ზე დენი არ წავა, რომ იქნებ 15 წუთზე მეტი უყურო. ამან რო ჩამოიყვანა, იცი, ძალიან ხა ჩვენ ფორუმი რო ქონდა, ძალიან პატივსაცემი კაცი ელფროინდეს ჟურნალისტი და საღამოს კრისტოფ. ბევრი ელფროინდი აქვს გაფორმებაში. საღამოს ვახშამზე წავედით და ისეთი ინტერესიანი კაცი იყო, რაღაცა კითხვები ქონდა სულ, რომ როგორ აღვიქვავთ ხვიჩას იქთან აკვირდებოდა ხალხს. ეგრევე მოვყევი ისტორია, ეს არის ოღონდ 99 წელია, მაგრამ დაახლოებით ეგ პერიოდია. ანუ რას ნიშნავს ფეხბურთი ჩვენთვის, რომ ჩემი მეზობელი გარდაიცვალა, სახელს არ ვიტყვი, იმის შულს კარგად ვიცნობ, პარლამენტარი იყო. და თან ისეთი საზოგადოებრივად ძალიან აქტიური კაცი და ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ იმ დღეს იყო ჩემპიონთა ლიგა იუვენტუსი მანჩესტერის თამაში ნახევარფინალი და იმედი მქონდა რომ პანაშვიდის პატივსაცემად დენს მოგცემდნენ გრაფიკზე უფრო მეტად და 11-12 წლის გიორგი იყო ძალიან ბედნიერი და აი ამ რეალობაში რომ ცხოვრობ და იმას რომ უყვების მე Netflix-ები რო არსებობდა ხო იქით Netflix-ი და IBM-ი და რაღაცა ძალიან ესეთი და ბოდიში მოგცეს დენი ხოდაშორის იყო დენი ეს თამაშია ლაპარაკი მანჩესტერის საპასუხო თამაშია რომელიც 0-2 კი შინაარსობრივად არ იყო ძალიან ბედნიერი მაგრამ ეგ ემოცია მაგრამ ახსოვს რომ ეს კომბინაცია მქონდა დათვლილი ამ იუვენტუს ჰქონდა ერთი აი დაუმარცხებლობის აურა ძალიან მაგრამ აღწერს მაგას გარი ნევილი ეს ისტორია არის ნევილის აღწერილი იუვენტუსის მუზეუმში რომ ამ ტიპების გვერდზე რომ ვიდექითო გასახდელშიო გვეშინოდაო ან ისეთი ფიზიკური და მენტალური ძალა და აი რაღაცა ტანკს რო ეთამაშები ეგეთი განცდა ქონდა და აი ამ სეზონის პირველი თუ მეორე ტურის შეხვედრაა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი მასმიძლოს მანჩესტერ იუნაიტედს ჯგუფში იყვნენ ჯგუფში ალენ ბოქსიჩმა შეაგდო და არა ეს არის წინა სეზონი 96-ის და ისეთი უპირატესობა აქვს იუვენტუსს რომ შეიძლება 10-0 მოეგო და მე მაგ თამაშს იხსენებს ნევილი რომ ისე მოგვიგესო რომ ვიფიქრეთ რომ ის საერთოდ სხვა სპორტის წარმომადგენლები ვიყავითო და ამის შემდეგ ფერგის აქვს სულ რომ ანუ მაგალითი რომ მანჩესტერ იუნაიტედი როგორ უნდა გაზრდილიყო და ქცეული იყო მანჩესტერ იუნაიტედად რაც მე იყო მთელი ფერგის ეპოქა ეს არის იუვენტუსი იყო მაგალითი და იგივე მუზეუმში არის ისტორია რომ ფერგი ეუბნება თავის ფეხბურთელებს რომ ყველაფერიო ტექნიკა, ტაქტიკა ჩვენ გვაქვსო, უბრალოდ აი ამათ მოგება როგორც უნდათო, ინგლისურად desire to win, ანუ როგორი სწრაფო აქვს ჩინაგანი, მოგე ეს უნდა ვისწავლოთ. და მე 99-ში უკვე მანჩესტერი რო იგებს, ეგ იყო რაღაცა ახალი ბოსი გაჩნდა ევროპულ ფეხბურთში რა, ანუ იუვენტუსის ისტორია გადაიბარა მანჩესტერმა. და მართლაც იყო ხა 1-10 წელი მანჩესტერი იყო ძალიან დიდი და დომინანტი. ხო, არა მარტო ფეხბურთელების მოგებაზე ლიპიზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობს ზოგადად თავის ციგნებში და ძალიან აფასებდა რაღაც ერთი ციტატა მაქვს ამოღებული ბევრთაგან, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ეგ და მივიდეთ მე ლიპიზეც ვილაპარაკოთ. კლასში ძალიან იუვენტუსი და ანუ შემაწუხებლად იუვენტინო იყო თუ ზომიერად? არა, მე რომელი შემაწუხებელი კაცი. მართლა ჩუმი იუვენტინო იყო? ჩუმი არა, მაგრამ ჩვენთან არ იყო ისე რომ შენ გონია ვიღაცები ყავდა კიდე კლასელები რომლებიც ფეხბურთზე მე და ეს ვიყავით მაგრამ თქვენ ორი იყავით. რა ყველა ფეხებზე ეკიდა. არა, ფეხბურთს უმეტესად თამაშობდით, მაგრამ ყურებით მარტო მე და ეს უყურებდით და დანარჩენ ესე დაინტერესებული ნუ ერთობოდნენ, ფეხბურთზე ლაპარაკობთ მე და ეს რა გიჟებივით. შენ ბარსას ფანი უკვე ხარ ამ დროს, ხო? 95. კი, მე ბარსას ფანი ვარ, ეს იუვენტუსის ფანია და მე ვარ ძალიან ამაყი მაგ დროს. ზევიდან ქვევით უყურებ. იმიტომ რომ რა ვიცი ხა 96 არა, ზემოდან ქვემოთ ვერ მიყურებს, იმიტომ რომ ხა ბარსელონა შეიძლება ვერ იგებს ვერაფერს, მაგრამ ის სიამაყის შეგრძნება რომ ბარსელონაა და ჩვენ განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობთ და რაღაცები არსებობს. იყო უკვე მაგ დროს 16-17 წლის ბარსელონა, ანუ 17-18 წელს სამ დაიწყება ეს სეზონი, რომელსაც უნდა ვილაპარაკოთ, სამ დაიწყება ბარსელონა. ნორმალური გუნდია. კაი არა შეიძლება ისეთი, მაგრამ რობსონი იყო მწვნელი წინა წელს, რონალდო თამაშობდა, სტოიჩკოვი იყო, ხუან ანტონიო პიცი, თორცე ბლანი, დიუგარი ეგენიც იყვნენ რაღაცეები, გარდა იმისა, ვინც ლუის ენრიკე და სასტავი და თასი მოიგეს, თასების თასი მოიგეს და ჩემპიონატში ძალიან ცოტა დააკლდათ, რა ერკულესთან ჩემპიონებიც გახდნენ. რეალ მადრიდი შემდეგ წელს ხო, 18-ში კი, მაგრამ
მანამდე წინა წელსაც ძალიან ცუდად დააკლდათ ერკულესთან რო არ წააგოთ ორი თამაში ორივე შეხვედრა ჩემპიონი გახდებოდნენ ორი ქულა დააკლდათ რეალამ ანუ ცუდი გუნდი არ არის მოკლედ არა იუვენტუსი მაგ დროს მე ვარ მართლა ძალიან ამაყი იმიტომ რომ ზედიზედ 3 ფინალი აქვს ნათამაშები ანუ გადის მესამედ მაგ სეზონში ფინალში 96-ს არ ვთვლი იმიტომ რომ მარტო ფინალში გულშემატკივრე და არ ვთვლი მაგ სეზონს საერთოდ არ ვთვლი ჩემპიონთა ლიგა მოგებული მაქვს იუვენტუსის გულშემატკივრების ისტორიაში და 17-ში წავაგეთ დორტმუნდთან და იუვე იყო ფავორიტი 18-ში წავაგეთ რეალთან და ასევე იუვე იყო ფავორიტი და ზედიზედ სამჯერ ჩემი გუნდი არის ფინალში თან სამივეჯერ ერთხელ მოიგო და ორჯერ ფავორიტია და ну აი ძალიან გრანდს გულშემატკივრობ რომელიც სუპერ გუნდია და ხა იმ დროს ჩემთვის ვინმეს რო ეთქვა რომ გავა რა ვიცი რამდენი წელია მას მერე გასული 26 და მოვესწრები იტალიის ნაკრების სოფლიოს ჩემპიონობას იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონობას და იმასაც კი რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონზე გავა და ეს 4 წელიწადში ერთხელ არის სანაკრებო ტურნირები და იუვე ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ну აი ვიტყოდი რომ მაგის არ არსებობს 0% შეგძნება აი მე როგორც თქვენი იუვენტუსის გულშემატკივრები იყავით და სხვანაირად უყურებთ სხვანაირად აღიქვამდით მაინც რა მე არა იუვენტუსის გულშემატკივრის პერსპექტივიდან რო გითხრათ რა შეგრძნება მქონდა ეს იყო გუნდი რომელიც არ მიყვარდა ძალიან არ მიყვარდა თან რეალზე მეტადაც არ მიყვარდა ერთი პერიოდი ამ დროს არა აი ცოტა მერე რა და მოვიდა ეგ შეგრძნებები რომ შემზიზღდა იუვენტუსი ძალიან თავისი ამ სეზონის ერთ-ერთი მატჩიც იყო მაგის ინტერთან თამაშს ხო რამაც იმოქმედა მაგ ჩემ განწყობაზე იუვენტუსის მიმართ და ნუ შემდეგ წლებშიც რამდენიმე თამაში ისეთი რამაც მაგაზე იმოქმედა და გვირგვინი იყო ვერდერი იუვენტუსის ვიზას გადაკოტრიალება და ემერსონის გოლი და მახსოვს მესიჯი მაქვს მიწერილი ამ ისტორიის მაგარი ულანძღი იუვენტუსი მესიჯი რომ მეთქი ვერდერი ძლივს გავაგდეთ ეგეთი გუნდია რა ვერდერი შეიძლება ძლივს გააგდოს და ხო და ჩემი გადმოსახედიდან 90-იანების ბოლო პერიოდის იუვენტუსი ამ პერიოდის რომ ამ სეზონის იუვენტუსიც მათ შორის არის გუნდი რომელიც უნდა დაამარცხო ანუ რა გულისხმობ იცი აი რომელიც უნდა დაამარცხო იმისთვის რომ იყო ყველაზე მაგარი იმიტომ რომ შეგძნება მაგ რომ ეს არის ყველაზე ძნელად დასამარცხებელი გუნდი მსოფლიოში ახლოსაც ვერავინ ვერ მიდის მიყვება იმის რომ ჩემპიონთა ლიგა იგი რეალმა მოიგო 99-ში მანჩესტერმა მოიგო 97-ში ბორუსია მოიგო გუნდი რომელიც უნდა დაამარცხო იმისთვის რომ ძლიერი ყველაზე მაგარი იყო არის იუვენტუსი იმიტომ რომ არ აგებს თითქმის თამაშებს და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი მატჩი მახსენდება ისეთ სადაც თითქოს მეტოქე უკეთესი იყო თამაშის მიმდინარეობისას ეს იგებდა მაინც თამაში ფლავდებოდა მაინც ამისი გამარჯვებით და თითქმის არ აგებენ რომ გადახედო ამ სეზონში ჩემპიონატს წააგეს 2 თამაში 2 და ერთი იყო სადაც 1-0 წააგეს ერთი ინტერთან ჯორკაევმა რო შეაგო ხო და 3-0 ფიორენტინასთან და ისიც ახლა ზუსტად წაგებაა იმიტომ რომ 3 გოლი გაუტანა ფიორენტინამ ჯერ ფიორენტინას ხახა როგორ ვერ იტანს იუვენტუსს კი იცით და ბატისტუტას გოლი არ გაუტანია ანუ ფიორენტინას 3 გოლი გაქონდეს თამაში და ბატისტუტას 3 გოლი არ გაუშვიათ მაგის გარდა მთელ სეზონში არა სად გაუშვებდნენ 3 კი არა 2 ძალიან იშვიათი ჩემი ფსიქოლოგიური განწყობა იყო ხოლმე ესეთი რა სანამ 0-0-ია ყველაფერი ოკეია იმიტომ ერთს უეჭველი გავიტანთ და ჩვენთვის გატანა ძალიან ძნელია და მანდ ჩამომიყალიბდა ის რომ ჩემი საყვარელი ანგარიში ხომ 1-0 კი ჩემი 1-0-ს რო იგებდა იუვენტუსი არა იუვენტუსის გულშემატკივარს სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა აი მაგიტომ მეგრის მე ჩვენი მეგობრის და ასევე თქვენი კოლეგის არა მარტო ჟურნალისტიკის ამბავში იუვენტუსის გულშემატკივრების ამბავში გიორგი კაკაბაძის ფრაზები რომ იუვე თამაშობდა ზღაპრულ ფეხბურთს საოცა შემტევ ფეხბურთს რაღაცა სიძახის ხოლმე მეთქი ნუ მე მაინც მოტყუებ შემტევს ახლა შეიძლება ისე არა მაგრამ ეს ვერტიკალური ფეხბურთი ხანდახან დღევანდელი ნახე მანდრეხელასაც შეიძლება ავიჭერთ დღევანდელი გადმოსახედიდან იუვენტუსის ის ფეხბურთი შეიძლება ძალიან შემტევიც იყო დღევანდელი ფეხბურთის შემხედვარი კი ვიფიქრებ რომ რაღაც თავკუთ მოგვიჭირდა თამაშობენ და ზიდანი ყავთ ხო დღევანდელი გადმოსახედიდან მაშინ ძალიან დაცვითი ფეხბურთის ქადაგებელი გუნდი იყო ანუ დაცვითი იუვე თამაში იუვეში უბრალოდ ამაზე დაცვითი იუვეც ყოფილა კაპელოს იუვენტუსი ვერდერთან რო გაიხსენეთ ჩემი საყვარელი იუვენტუსი არის კაპელოს მაგალითად ბევრად უფრო დაცვითი იყო და აი ხა წეგან ახსენეთ ეს დაუმარცხებლობის განცდა ეს განცდა ანუ იუვენტუსი სანამ ლიპის პერიოდამდე მივიდა არის 9 წელი არ აქვს ჩემპიონატი მოგებული და ლიპი რაც მოვიდა იუვენტუსი სულ რაღაცას იგებს ახლა ამ პერიოდის სერიაში გამარჯვება არის ურთულესი და აი დღეს ხარიო პრემიერ ლიგაში გამარჯვებას რაღაცა კუთხით უფრო მეტი ფასი აქვს სერია უფრო რთულია მაგრამ ის სერია კიდევ უფრო რთულია ამიტომ კი ამაზე წინა გადაცემაშიც ხო იუვემ ჯერ მოიგო ჩემპიონატი 9 სეზონის შემდეგ დაბრუნდა მერე მოიგო ჩემპიონთა ლიგა მერე მოიგო ჩემპიონატი თან აქამდე თასებსაც იგებს იქამდე იყო UEFA-ს თასის წაგებული ფინალი პარმასთან
ამიტომ იუვე არის სულ რაღაც არც ერთი სეზონია რა ჩავარდი. ხო, ლიპის ყველაფერი, ყველა სეზონი აქვს ტიტულიანი. და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მწარე მარცხი არის დორტმუნდთან, რომელიც აი მე რო გამახსენო იუვენტუსის ყველაზე მეტად რომელი მარცხი მწყენია, არის დორტმუნდთან მარცხი. რა ხდება ახლა ფეხბურთში? ეს თქვა სერიაზე, რაღაცა მოკლედ შევეხეთ, თქვით რომ წინა გადაცემაში ამაზე ბევრი თქვით, როგორი დომინანტური ლიგაა. ჩემპიონი იუვე არის. მოქმედი ჩემპიონი არის იუვე, პარმას საჯობა სულ 2 ქულით, მაგრამ ამაზე თქვით, რატო იყო ეგ რო ბოლო თამაშებში უკვე გარკვეული იყო ჩემპიონობა და რაც შეეხება ლიგას, ამაზე თქვით, იუვენტუსმა წააგო ფინალი დორტმუნდთან, ანუ დორტმუნდია, ესე იგი მოქმედი გამარჯვებული, ოქროს ბურთი 96 წლის, წინა წლის არის მატიას ზამერი. და ერთი ხმით თუ არ ვიცი ეს ხმები იყო თუ ქულები, ამაში ხო ჟურნალისტები ირჩევდნენ, ერთით მოუგო რონალდოს 144-143. და ზამერის ახლა სტატისტიკას ხადია ვერ იქნებოდა ვერც შტამბეჭდავით თქვა 4 გოლზეა სულ აპარაკი თელ წელში, მაგრამ ამ კაცმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მოიგო ბუნდესლიგა და ყველგან ხდებოდა საუკეთესო მოთამაშე და ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო და მაგიტომ მოიგო ოქროს ბურთი რეალურად. სამერი ძალიან მაგარი იყო თან. მაინც როგორი დიდია უკვე რონალდო, რომ ანუ აი კაცმა ევროპა მოიგო იმის საუკეთესო ბუნდესლიგის საუკეთესო ბუნდესლიგა მოიგო და ერთი ხმით გამოუგო რონალდო ამ დროს არის PSV-ში სეზონის ბოლო ნაწილი და ბარსაში პირველი ნაწილი. ნუ სასწაულებრივი და ამ კაცს ყიდულობს იუვეს თავარი კონკურენტი ამ სეზონის წინ. ამ სეზონის წინ ინტერი გადახდილი არის თუ არ ვცდები 20 მილიონი. რაც რეკორდია. და ნუ აი ის რამდენი სტარი იყო ამ დროის სერიაში, ესეც ამაზე ბევრი გვაქვს ლაპარაკი. მანთან ამბავი არის ის, რომ სტარების გარდა, ანუ რონალდო აი იტალიურ ენაში არის კამპიონი და ფენომენო, არის ორი სხვადასხვა გაგება. კამპიონი არის ხასიათის თვისებაზე არის აქცენტია, რომ შეხარ დიდი ლიდერი, შინაგანი ძალა გაქვს, შეგიძლია აყოლიება. ანუ მაგალითად, ეხლა მახსენეთ კონტე ან ფერარა, რომლებიც ეხლა ღვთაებრივი ნიჭის ფეხბურთელები ნახდათ არ არიან, მაგრამ არიან კამპიონები. პაულო მალდინი ან ფრანკო ბარეზი არის კამპიონი. ფენომენო არის, აი ღმერთმა რო გამოგაგზავნა რაღაცა არაადეკვატური ნიჭი რო გაქვს, ფენომენი ხარ. და რონალდო საერთოდ მეცახელი შერჩა, ანუ არა მხოლოდ ამ კატეგორიაში მოხვდა, რომ ელ ფენომენო და ანუ რონალდოს იტალიაში ჩამოსვლა არის როგორი ამბავი, რომ ინტერი აპირებს იუვენტუსის და იქამდე მილანის ჰეგემონია დაამხოს. იმიტომ რომ იუვენტუსამდე არის 3 წელი, როცა კაპელოს მილანი ხდება ჩემპიონი. და ინტერს ამერცვლიან იუვე და მილანი. ინტერს ყოველთვის პრინციპში კარგი შემადგენლობა ყავს, მაგრამ რონალდოს დამატებით უკვე სასწაული ხდება. იუან სამორან ძალიან მაგარი გუნდი არის. და ამ წლის იუვენტუსი ინტერი ხა დარწმუნებული რომ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ. არის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი საჩემპიონო ბრძოლა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. ნუ ბოლოს 10-40 წელი ეგეთი დასამახსოვრებელი ანუ საჩემპიონო ბოლა რო ორი გუნდი, ორივე ესეთი მაგარი, ესე პარალელურად გვერდ-გვერდ მიდის და სუსუ ბოლოს 3 ტურით ადრე. ბოლოს 3 ტური იყო იუვენტუს ინტერამდე ხვდებიან ერთმანეთს თითქმის საჩემპიონო შეხვედრაში. ერთხელ იყო იუვენტუსი მილანი, ეგ არის 2005 წელი კაპელოს დროს, როცა დელ პიროს მაკრატელათი და ტრეზეგეს გოლით იუვენტუსმა ჩემპიონატი ფაქტიურად მოიგო მილანში სან-სიროზე. ანუ ფაქტიურად ფინალამდე მივედი. კადრები მახსოვს როგორ გამოდის ეს ტიპი სან-სიროზე ბავშვები რო ეხვევიან და ეს ბედნიერი რო გამორბის. ალბათ მე მგონი პრესის იყო, პრეზენტაცია იყო. და მახსოვს აი ჩემი გულის შეკუმშვა და განცდები, იმიტომ რომ ხვდები რომ ანუ საბოლოოდ აანალიზებ რა, აი ბავშვობაში როგორც მართლა გადავიდა. ხო, აი ფიგურს ფოტო რო ვნახე დი სტეფანოს გვერდით ერთი ეგ იყო და მეორე ეს რომ აი წავიდა მართლა აღარ არის, შო ბარსას წევრი აღარ არის რა. რონალდოს წასვლა ბარსელონიდან ინტერში არსაიდან მოვიდა თითქოს, არანაირად არ იკითხებოდა ეგ ტრანსფერი, თითქოს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ერთი რომ ბარსელონას პოლიტიკა ისეთი იყო, რომ ცოტა შეიძლება ნუნიესი ცოტა ვერ იყო და რაღაც შეცნობებს უშვებდა თუ სისრულელებს აკეთებდა, შეიძლება ეგეც ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი. მეორე ის იყო, რომ სერიას პრესტიჟი იყო ძალიან მაღალ დონეზე და დღევანდელი გულშემატკივრისთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ბარსა და რეალი არ იყო მაშინ პრიორიტეტული, კიდე თუ არა, ანუ ფეხბურთელი შეიძლება ამდღარ იყო და ბარსადან წასულიყო ინტერში, იმიტომ რომ უკეთესი იყო მისი კარიერისთვის. შეიძლება ეგრე ყოფილიყო. რონალდოს ინტერში ტრანსფერზე ვილაპარაკეთ და მოდი ახლა იუვენტუსმა რა სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა ამ სეზონის წინ, ეგენიც გავიაროთ. ჩავამოთვლი ხა წამოსვლელებს და შემდეგ ვინ მოვიდა და თან ძალიან კარგი ის არის რა, რაღაცა რო უყურებ, რა პოზიციის თამაშს წავიდა, ჩანაცვლა ძალიან პრაგმატულად ხო, აი და ერთი-ერთი არის გაცვლილი თითქმის. დიდი ლუჩანო მოიჭრა. გაყიდულია ვიერი ბოქსიჩი და მათ ნაცვლად ორი თავდამსხმელი მოვიდა, ინძაგი და ფონსეკა. წავიდა იუგოვიჩი
და დავიცი მოვიდა ზამთარში. კი. წავიდა ატილიო ლომბარდო, მოვიდა პეკია და მარჯვენა მცველი ესე შეიცვალა სერჯიო პორინი, წავიდა ბირინდელი მოვიდა. ანუ დახარჯულია 35 მილიონი, ოღონდ ასევე ტრანსფერებში მიიღეს 31, ანუ სულ რაღაც 4 მილიონის ხარჯი არის გაკეთებული ამ სეზონის ტრანსფერებში. მარჩელო ლიპიზე ვილაპარაკოთ ცოტათი არა, რა ვიცი, ამდენი საჭირო იქნება. დიდი მწვრთნელი, რომელიც ლიპი არის დენმასტერი, ანუ ძალიან ერთი არისო ტაქტიკურად რა შეუძლია და რა იცის. და აი ეს ვერტიკალური ფეხბურთი ლიპის შემოქმედებაა. და ეს იუვენტუსი არის ძალიან აგრესიული, ათლეტური, სულ ესეთი ყოველთვის რაღაც დელ პიერო გახსენდება პირველი და მერე ზიდანი და მერე ინზაგი, მაგრამ ნახევარდაცვაში ყავს 2-3 ძალიან ათლეტური მორბენდალი მოთამაშე, ეგეთია კონტე, დილივიო, ვლადიმერ იუგოვიჩი იყო ეგეთი ფეხბურთელი, ამ სეზონში დავიცია და დავიცი ერთ-ერთი. იუგოვიჩი მიდის. იუგოვიჩი მიდის, კი. დაცვაშიც ფერარა მონტეროს დუეტი, რომელიც ორივე მონტერო ხისტი აღარ ითქვა. დეშამია კიდე ნახევარ. დეშამია, კი. დეშამია ერთ-ერთი დეშამი ცოტა ყასაბია. რამდენი წითელი აქვს. კი, მონტერო ჩაულებრივი. მონტერო რეკორდსმენია. ქუჩის პიჭი და ურუგვაელი ქუჩის პიჭი ყაცაგი. თან ტიპაჟიც ისეთი იყო, ხო არა, მოედანზე ცუდად იქცევი და მოედნის მიღმა. დავიცი, მაგალითად, მოედნის მიღმა რაღაც თავისებური ტიპი არის. მონტერო ქუჩის ბიჭი არის, ულტრასებთან მეგობრობდა, ხელით აქვს ნაჩხუბარი, ანუ მონტერო აფანატებდა ზიდანზე. ანუ ზიდანი ყავდა ღმერთივით და იყო მისი პირადი მცველი. ანუ ზიდანს თუ ფეხებში მიარტყავ, მონტეროს თვით მიზანი გახდება რომ მოგიბრუნოს. და იუვენტუსი რო გავარდა, მე რო კანჩო. დეპოლი და მესი რა, დაახლოებით. და იუვენტუსი რო გავარდა რამდენიმე სეზონის შემდეგ პანათინაიკოსთან. გულშემატკივარი დახვდა ამ გავარდნილ გუნდს, ჯგუფში დარჩენილ გუნდს აეროპორტში და მათ შორის ზიდანს ხაც ხელი კრეს თუ მოკეთ უსიამოვნო ინციდენტი იყო და მონტერო თავისივე ულტრასებს დაერია. და თან მაგრას სვამდა. ანუ შეიძლება რაღაც დილამდე დაელია ეგეთი ტიპი იყო და გუნდშიც ეს რჩებოდა რა, ანუ გუნდშიც ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ აი ეს ულტრასებს რო ერთხელ ეჩხუბა, შეიძლება შენი თელი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციონ. ანუ არის, ალბათ მაურო იკარდიმ რაღაც სისულელე დაწერა წიგნში და იმის მერე მისი კარიერა ინტერში დასრულდა. და ამას ესეთი დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ტიპაჟიც ესეთი უბობდა, მაგრამ რჩებოდა. პაულო იგლესიას მონტეროზეა ლაპარაკი. მონტერო ის არის, რა ქვია, ამ სმელი კაცია და დილივიო მწეველი. იქით? ჰა. მე მახსოვს დილივიო უკვე აქედან წასულია იუვენტუსიდან. სიგარებით ფიორენტინაში თამაშობდა თან თავარი ფეხბურთელი ფიორენტინაში და უკვე ასაკში 37 თუ რაღაცა წლის იყო და მაინც დარბის იმ ფლანგზე და ეწევა სიგარეტს. დარბოდა ფლანგზე, არ ჩერდებოდა და დღეში ყოლოფ სიგარეტს ეწევა. ოკიშტიკინაღა მეთქი. ოჩო. კარგი, მიხარია რომ ლიპიზე დავიწყეთ და რომელიც ასევე მწეველი იყო. დიხანიანზე რა შევა. ლიპიც მწეველი იყო. კი იყო. სანამ სკამზე, საზოგადოებრივ სკამზე ეწეოდნენ მწვრთნელები, ლიპი ერთ-ერთი გააფულებდა ხოლმე სიგარას ეწეოდა თან სულ. და ყალმში ეხვეოდა. მე მგონია რაღაცნაირად ხა მე ლიპის რასაც მოვესწარი მე, ეს უკვე ნაკრებში იყო და ის 206-ის ეგ არის საუკეთესო მაგალითი. ნახე. მაგრამ აი კლუბური ფეხბურთი მე გამოტოვებული მაქვს ლიპის, მაგრამ აი ძალიან საინტერესო, ჯერ პირველად მახსოვს რომ ლიპიზე ესე რაღაცა იმის მიღმა რაც ესე ვიცოდი ნანახი მქონდა ნაკრებში. ფერგის წიგნი როცა წავიკითხე ავტობიოგრაფია, იქ ცალკე თლად თავი თუ არა რაღაც ნახევართავის უძღვნის ლიპის და ამ როგორც თქვით ესე იგი ორჯერ ჯგუფში ეთამაშა, ერთხელ პლეი-ოფში და მე 2003-ში მეორე დრო მივიდა იუვენტუსში. კიდე შეხვდნენ, მოკლედ ბერჯერ ხვდებოდნენ და ძალიან პატივს ვცემდა და ეგეთ ციტატაა ფერგის ერთ-ერთი წიგნიდან, რომ მარჩელო ლიპი ძალიან შთამბეჭდავი ადამიანია, მისთვის თვალებში ერთხელ შეხედვაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ საქმე გაქვთ ადამიანთან, რომელიც საკუთარ თავსა და პროფესიულ გარემოს სრულად ფლობს. ანუ აი რაღაცა საკუთარ თავთან და თელ ამ საქმესთან ისე არის გათვითცნობიერებული და ისე უჭირავს ყველაფერი, რომ ის მართავს ყველაფერს. ეს თვალები ხან სერიოზულობით იწვის, ხან ციმციმებს, ხანაც კი ფრთხილად გაფასებთ აფასებს ვისაც უყურებს. მაგრამ იქ ყოველთვის დაინახავთ ჭკუას, ან ინტელექტს. არ ამგონია ლიპის დაუფასებლობის შეცდომა ვინმემ დაუშვას. ახლა მიხვდებით რომ თარგმანი არ არის იდეალური და ინგლისურად ცხადია ბევრად კარგად ჭრეს, მაგრამ ხო, შინაარსი ეგ არის რომ ანუ ეს კაცი, როგორც თქვი, მოდის მანჩესტერის და ჯერ კიდე შოტლანდიის მიდან რაღაც გოვენიდან და თლიანად ჩაკეტილია მათ შორის ამ ევროტურნირების დისკვალიფიკაციის გამო კუნძულის ფეხბურთში და ნელ-ნელა როგორ ხედავს ესეთ ტიპებს, რომლისგანაც უნდა რაღაცები ისწავლოს და ცხადია ლიპი
აი ამ 90-იანების შუაში დიდი დომინაციით იტალიურ ფეხბურთზე და შესაბამისად ესე იგი ყველაზე მაგარ ფეხბურთზე ევროპაში, მისთვის არის ეგეთი ტიპი, რომ აი ამის გამო და ვისწავლო და ხასიათის დეტალია. და მეგობრდნენ კიდეც მე. კი, მაგრამ მეგობრებო. ფერგის ტექნიკი მეც დაკითხული მაქვს. ფერგი არის ინგლისურად tough guy, რასაც ნიშნავს. ანუ გლაზგოს ეს ქუჩის სიხისტე მოყვება. ხო, თან გლაზგო ისედაც ხისტია და იქაც კიდე ყველაზე ხისტი უბრინდა. მაგიტო მარიო ფერგის მაგალითად აღარ მოსწონდა ბექემი რაღაც ეტაპზე, რომ აი ამ შენი რაღაცა ვარსკვლავური იმიჯით გუნცვნებ. ანუ ფერგიც ამ უბრალოებას სიხისტეს სიმკაცრეს, მაგრამ პატივს ლიპიც ეგეთი ტიპი. ამიტომ არისო ლიპის და ბაჯო არის თავისი ბუნებით ძალიან შემოქმედი კაცი. ანუ ბაჯო არც უდისციპლინო არ არის. ხო, არ არის. მშვიდია. მაგარი მშვიდი. ბუდისტია ბოლო-ბოლო. ხო, მაგარი მშრომელი. ბაჯო არის რონალდო. რონალდო მაგალითად იუვენტუსში ალბათ ვერ ამ იუვენტუსის კულტურას რონალდო ვერ მოერგებოდა. ხო. ბაჯო ანუ სუმე ოჯახე ვარჯიშის დისციპლინის მოყვარული, მაგრამ აი ეს შინაგანი ძალა, სიხისტე, ცოტა ქუჩის ბიჭურობა, რაც მაგალითად ზიდანს აქვს მაგრად. ეს არ აქვს ბაჯოს. ამიტომ ხასიათით ვერ ეგუებიან. ინტერში მათი კონფლიქტი დაიწყო, იმიტომ რომ ბაჯომ თხოვა, ლიპი თხოვა ბაჯოს, რომ შენ როგორც ვეტერანმა ეს გუნდი უნდა მართო და ბაჯომ ეს გაიგო, რომ მე უნდა ჩავერიო სხვა ადამიანების ცხოვრებაში და მწვრთნელთან ერთად განვიხილო, მაგალითად ნიკოლა ვენტოლა რას აკეთებს საღამოს. და არა და იუვენტუს, ლიპი, ფერარათი, კონტეთი, მერე უკვე დელ პიეროთი და ბუფონით ესე მართავდა. ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა, ანუ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, სხვადასხვა ენად ეს. ხო, ძალიან კაი. ბაჯომ გაუშვა, რომ მე ესო ჩაშვებას მთხოვდაო და ლიპი ამბობს, ეს ხო არ გაგიჟდაო, ჯანლუკა ვიალი ესე მართავდაო გუნდს. ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა. ლიპი თხოვს რაღაცა ტიპი უნდა იყოს რა, როგორც იყო ეფენბერგი, როიკინი და ბაჯო არ არის. არ არის ეგეთი. ანუ ბაჯო არის მშვიდი, წყნარი, ფეხბურთის ვირტუოზულად მოთამაშე კაცი. ხელოვანია. იმდენად გაუფუჭათ მე ურთიერთობა, სადღაც წავიკითხე. იმდენად გაუფუჭათ ურთიერთობა მაშინ ინტერში უკვე ამ საუბრების მე რომ პანუჩის და ვიერის ეჩხუბა ლიპი, იმიტომ რომ ბაჯო შეაქეს რაღაც კარგი პასის გამო, ანუ ბაჯომ რაღაც კარგი პასი გააკეთა ვარჯიშზე. და ვიერიმ და პანუჩი მაგნიშნეს ეს პასტაში გაუკეს თუ რაღაცა და ეს გაუბრაზდა ვიერის და პანუჩის. ლიპის მენტალობა არის ისეთი, რომ აი მონტეროსნაირი ტიპები უყარს, კონტესნაირი, ურჩევნია ლიპის რომ ფეხბურთელი შეეპასუხოს, უყვიროს იმ ფეხბურთელმა, ვიდრე რაღაცებს რომ ეუბნება ბაჯოსავით ესე მოусმინოს და არაფერი არ უთხრას და ანუ რაღაცა გაეცალოს რა. ლიპის ევასება ეგეთი ტიპები, იაკვინტა კონტე, ეს მონტერო ხალხი, დავიცი, რომელიც შეუბრუნებს სიტყვას, შეიძლება რაღაც მასაც აუწიოს, ბაჯო ეგ ტიპი არ არის, საერთოდ არ ყვირის. გასახდელში. ო, დავიცის ტრანსფერიც ალბათ მაგას ადასტურებს და საერთოდ მარტო დავიცის ტრანსფერი კი არა, ეს გუნდი, ეხლა გადაცემას ამ დავიწყებდით, გადავხედე კიდევ ერთხელ შემოდგენობას რა და აი ისევ და ისევ ეს ბავშვობის შეგრძნება დამიბრუნდა, ისევ და ისევ ის შეგრძნება, რომ აი ეს ტიპები არიან ისინი, ვინც უნდა დაამარცხო იმისთვის, რომ საუკეთესო გახდე და გადაცემას დასწრეს წეყაშენ შემოდგენობას რომ ჩამოთვალე რა და უცებ პარალელი გავავლე ხევანდელ იუვენტუსთან, ბოლო წლების იუვენტუსთან, მარტო დღევანდელთან არა და რამხელა სხვაობაა მენტალური თვალსაზრისით. აგეტირება. ეს ვინ არიან ეს ტიპები, რომელიც ხა ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ნაღდათ არ ყოფილან. ვერავინ ვერ იქნებოდა აქედან, მაქსიმუმ დელ პიერო ყოფილიყო, ისეთი რომელიც მევასებოდა, მაგრამ დანარჩენები ხა დავიცი მევასებოდა. ზიდანზე ხა დიდად ზერამთვარე არ მომდიოდა, იმიტომ რომ რეალს წავიდა მერე და ხა ბარსას გულშემატკივრის გადმოსახედიდან არ იყო ჩემთვის ხა საყვარელი კაცი გინდა თუ არა და სხვაებიც არ მიყვარდნენ ხა არ იყვნენ ჩემი ფეხბურთელები, ასე ვთქვათ, ბარსას გულშემატკივარს სხვა ფეხბურთი მიყვარს და ეს ცოტა სხვა არის, მაგრამ რომ აღვიქვამ რა როჟები და რა ტიპები იყვნენ ესენი, რომ აი გარინევილის განცხადების არ იყოს, თქვის არ იყოს, რომ გამოვდიოდით და გვერდზე უყურებდით, აი ბირინდელი ხა რომელი ის არის ხო, სოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ხო, მაგრამ ტიპი თავისი ხასიათით და თავისი პროფესიონალიზმით და მონდომებით და აი იუვენტუსის კულტურასთან ბოლომდე გაზავებით თავის საფეხბურთო სკილებს ერთიორად მაღლაწევდა რა. ბირინდელი ბევრად კარგი ფეხბურთელი იყო და იქნებოდა ყოველთვის იუვენტუსში, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბში. ბირინდელი მილანშიო ჩაგესვა, შეიძლება 30% არ ყოფილიყო იმისი, რაც იყო იუვენტუსში. იმიტომ რომ მაგალითად. კი, მორენო ტორიჩელი. ნუ ტორიჩელი ფიორენტინაშიც არ იყო ბოლომდე ის, მაგრამ ფიორენტინაში გაყვა ეს თითქოს ბიძგი მისცა იუვენტუსმა და ინერციით გაყვა ეს ხასიათის ხათვის ტიპი ხო იყო ისედაც. ფიორენტინაც რო დაფიქნე იმ დროის ტრაპატონის ფიორენტინა. წააგავდა იუვენტუს მაგიმით ხო, ხასიათი
ხასიათი ძალიან წააგავდა. ხო, რაღაც კლუბებს აქვთ და რაღაც კლუბებს არა აქვთ, რომ მაგალითად. ხო, და ნახე რაღაც კლუბებს აქვთ პერიოდებში რა. აი ფიორენტინას ჰქონდა ტრაპატონის დროს. US იდეაში სულ უნდა ქონდეს და სულ ქონდა. მაგრამ აქ ცუდი გუნდი. ხო, და აი დაკარგა რა. ბოლო რამდენიმე წელია დაკარგა. აი ტესტი შეიძლება ეგ იყოს ერთ-ერთი, ნუ ცხადე ხო. მარკ იულიანო რომელიც იყო ცუდი ფეხბურთელი დღევანდელი გამოსახელი არ იყო ეხლა მაგარი ფეხბურთელი. არ ზირთაში იდგა. ხო, ნუ იუენტუსში მაგარი იყო. ძალიან მაგარი იყო. აი მანჩესტერთან შემიძლია მაგ პარალელის ნახვა რა, აი ფერგის კი ბატონო, მეორე ნაწილში რა, მაგალითად. ჩემპიონი რა გუნდით გახდა? ანუ დარენ ფლეჩერი და ჯონოში და უეს ბრაუნი სად ითამაშებდნენ ოდესმე. აი ვერც ერთ გუნდის სამზე ვერ მოხვდებოდნენ. მაგ სეზონის ეგ სამეული მაგალითად. აქ რო ჩემპიონები გახდნენ? ხო. ცალკე რო აიღო, შეო უეს ბრომიჩის, ტონი პულისის უეს ბრომიჩის. მაგდონესთან უფრო გაგახსენდა, მაგრამ ეს კაცი ახერხებდა რომ მაგ განწყობას ჩაეშვა. და ეგეთი იყო ლიპიც, ძალიან გვანან რაღაცეებით და პრინციპში ილაპარაკე კიდეც რითი. აი ძალიან სტოიკური პერსონაჟია ორივე რაღაცნაირი, აი კიდე ფერგი უფრო ფეთქებადი იყო მე მგონი, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ. კი, ლიპის სკანდალები ესეთი ბაჯოსთან ეს ლიპის დაპირისპირება და სკანდალები ძალიან ისე ჩაიკარგა. როგორც არის გავრცელებული, ხშირად ჟურნალისტებთან პირდაპირ ვილსიტყვაობდა პრესკონფერენციებზე. ლიპი? კი, იტალიელ ჟურნალისტებთან, აი თუ რაღაც არ მოეწონდა და პირდაპირ შეძლო შეეგინებინა თქვა. აი, მაგრამ ლიპის რა აქ იცი, ანუ წეგან თქვი რომ ძენ მასტერი ფილ ჯექსონზე ლეიკერსის და ჩიკაგოს ფეხბურთელზე ამბობენ რომ რაღაცეების დანახვა შეუძლია ისე, რასაც ნორმალური ადამიანი ვერ უნდა ხედავდეს. ანუ რაღაცა ბრძენი ტიპიც არის, გარდა იმის ამ შინაგანი ძალის, რომელთაც იტალიის ნაკრებში, როცა გროსომ დაარტყა ბოლო პენალტი ფინალში. 2-6. წესი დელ პიეროს უნდა დაარტყა. ბოლო პენალს არტყავენ საუკეთესო ამ ყველაზე მაგარი დამრტყმელი, ამ შემთხვევაში იყო დელ პიერო, არ არტყავს პირველს, არ არტყავს ბოლოს. პირველმა დაარტყა პირველმა. და ეუბნება შენ ხარ ბოლო წამების კაცი და შენ იყო ბოლო და ანუ ეუბნება იმას რომ აქამდე ბუფონი ერთს აიღებს და დელ პიერო შეაგდებს მეოთხე პენალს და შენ დაარტყავს საჩემპიონო პენალს. იტალიურად უფრო ლამაზად ერთ წინადადებაში ითქმის ეს რასაც ვამბობ, მაგრამ გროსო რომელსაც არანაირად არ ეკუთვნოდა, რაღაც აი ცოტა ირაციონალური მისტიკური. გროსოს აქ ჰაიპი მაგ დროს ეგ მისტიკური წმენა აქ, რომ შენ უნდა იყო ბოლო წამის კაცი ხარ და შენ ამას ბოლო წამზე შეძლო. მე ეგეთი პენალტისტები ძალიან მიყვარს, მაგალითად საქართველოს საბერძნეთზე დვალი რო დავინახე რომ მიდიოდა პენალტიზე სათმოდ, ეგრე მშვიდად არასდროს მიგზნია თავის ცხოვრებაში. ისეთ დარწმუნებული ვიყავი რომ გაიტანდა რომ არასდროს არ ყოფილვარ არაფერი. იცი რა, მე მაგ დამშვიდებასთან ახლოსაც კი ვერ მივედი მაგ დროს. უბრალოდ რაც ვცდილობდი მექნა რომ ბჭო ხა ეს ტყუილ არ გაუშვებდა ამას რა. ერთადერთი პენალტი როდესაც არ ვიყავი იყო დვალის, იმიტომ რომ ეს რახან მოვიდა აქ და საერთოდ უეჭველი გაიტანა. ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ესე იგი ჩემპიონი გახდა ეს გუნდი. აჯობა, რა ვიცი, ყველას და ამდენ სტარს და ამდენ მაგარ გუნდს. მაგრამ ბომბარდირებში ისე და ისე ხდება ბომბარდირება. მეხუთე ადგილზეა დელ პიერო. ანუ დელ პიერო არის ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში, იმათაც ცხადია, მაგრამ სერია A-ში ხუთეული არის ასეთი. ბირჰოფი 27 გოლით, რონალდო 25 გოლით, ბაჯო 22 გოლით, ბატისტუტა და დელ პიერო 21 გოლით იყოფენ მეოთხე მეხუთე ადგილს. და ოდნავ ქვემოთ არის ინძაგი 18 გოლით თუ სწორად მახსოვს. ანუ ეს კონკურენცია მათ შორის კლუბებში კი არა, ისევ და ისევ თავდამსხმელებშიც ძალიან დიდია. იუვენტუსის ბომბარდირებსაც შეეხება ყველა ტურნირი რო ავიღოთ. დელ პიერო ცხადია პირველია 32 გოლით 16 პასი, საოცარი 48 გოლი გააკეთა ესე იგი, ხო? ინძაგი 27 გოლი 7 პასი, ზიდანი 11 გოლი 15 პასი, დანიელ ფონსეკა 8 გოლი 3 პასი, საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლები მაჩვენებდი ნეაპოლში. და კონტე 6 გოლი 6 პასი. ხო და აი მაგ სერიაში, ესე იგი ესეთი ბომბარდირებით იუვე აგებს სულ 2 თამაშს. ერთი არის ინტერთან გასვლაზე, თუ არ ვცდები, ეს არის მე-14 ტური. ჯორკაევს გაქვს. ჯორკაევს გაქვს. რონალდოს და პასი. მეორე ფიორენტინასთან თებერვალში. 3-0. ესე იგი პირველი წრე დაამთავრეს წაუგებლად საერთოდ. ლიგაზე მანჩესტერმა მოუგო და ფეინორდმა, ანუ 2 წაგება აქვს სულ და მეორე ნაწილში სეზონისაც ასევე 2 აქვს ინტერთან და ფიორენტინასთან. ამასთან ერთად სკუდეტოს კი ბოლოში ინახდებენ. ბოლონიას მოუგეს სახში, მაგრამ თავარი თამაში, რადგან ახლა უნდა ვილაპარაკოთ და დაუთმოთ ამას დროს, ანამ ჩვენ კატეგორიებზე გადავალთ, არის სტადია იუვე ინტერი, რომელიც არის 31 ტური. 26 აპრილი, 3 ტურით ადრე. მაგ თამაშს აქვს თავისი წინაპირობა. ინტერმა დაიწყო სეზონი ისე, რომ განცდის დონეზე თან რონალდო გადავიდა, რომ წელს მაგათი წელი უნდა ყოფილიყო. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ ინტერმა არ წააგო ძალიან დიდი ხანი. ანუ ინტერმა იუვენტუსს რომ მოუგო, მაგ დროს უკვე ინტერია თითქოს ფავორიტი. ამის შემდეგ იყო ესეთი უცნაური გუნდი ბარი, ყავდა ფილ მასინგა, მე მგონი სამხრეთ აფრიკელი თავდამსხმელი და ბარი უგებდა ხოლმე ინტერს ძალიან უცნაურად.
ინტერმა წააგო ბარისთან. ანუ მართლა US გულშემატკივარი რომელსაც გასაგებია რომ ინტერი აგვიყავს. ინტერი ბარი იყო ჩვენ საყვარელი საღადაო თემა. და ინტერმა ანუ თვითონვე ხელიდან გაუშვა რა ლიდერობა. მიხოს რომ იუვენტუსიც ძალიან მაგრამ იდიოდა, ანუ ამ სეზონის ეპიკურობას ის განაპირობებს ორივე მაგრამ იდი სუქულა-ქულაშია ბოლოს რო სიტი ლივერპულის დუელები რო იყო ხოლმე და ახლობით ეგეთია და ინტერს ჰანდიკაპი ჰქონდა და მერე იყო რაღაცა მონაკვეთი, როცა ბევრი თამაშები წააგეს. ანუ იუვენტუსი ინტერის თამაშის წინ იუვენტუსი უკვე 4 ქულით აგებს. არა, 1 ქულით ასტრებს ინტერს. და ინტერს აქვს უეჭველი მოსაგები ტურინში დელი ალპის. ხო, აი მაგ თამაშის წინ რო ჩავხედე ხა ინტერის ლიგის ფორმას. ესე იგი 1 2 3 4 5 6 თამაში ზედიზედ მოიგეს. გოლი გაუშვეს სულ 2 რომასთან და 1 ვიჩენცასთან. ანუ მაგარ ფორმაში შეხვდნენ ამ თამაშს და ინტერი ჩადის დელი ალპიზე და ხდება ის ცნობილი ამბავი რომ ესე იგი რონალდოს საჯარიმოში წააქცევენ, არ ინიშნება პენალტი და მოდის იუვენტუსი შეტევაზე და აქეთ უტანს. ოღონდ მაგის არ უტანს. ეგ არის. ეხლა ნახე, შენ დაუშვი ჩემი საყვარელი შეცდომა, რომელიც არის ლეგენდის ნაწილი. იუვენტუსმა დაიწყო თუ არა გაიტანა. გაიტანა დელ პიერომ ძალიან მაგარი გოლი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გოლი, როცა შედის მარცხნიდან და ატრიალებს დაბლა უბრალოდ. ორ ცოლ შორის და მეკარე შორის გააზრინა. ანუ ის პენალტი, რომელიც უეჭველი იყო და გასაგებია რომ იყო, ის პენალტის ინტერს არ აძლევდა საჩემპიონო, ეს არ იყო საჩემპიონო პენალტი. ათანაბრებდა. ეს არ იყო რომ ინტერს არ მისცეს პენალტი, მე იუვენტუსს მისცეს და იუვენტუსმა იმ პენალტით მოიგო ჩემპიონატი. ის პენალტი დელ პიერომ ვერ შეაგდო, პალიუკა მოუღო. და მეორეც აი ამ თამაშს რაც აქვს მთლიანად, ანუ ერთ-ერთი საყვარელი და ძალიან სახასიათო მომენტი არის რა ხდება იმ მომენტში, როცა ამ პენალტს არ ნიშნავს და იმ პენალტს ნიშნავს. თელი ინტერი რომ იზდევს ამას. თელი ინტერი მართლა ეს რო დღეს გააკეთო, ალბათ აი ერთი სეზონი ფეხბურთს აღარ გათამაშებია. თელი ინტერი მისცემს. ანუ კომენტატორი იტალიურად ამბობს, რომ სიმონიო 15 მეტრით არის, ანუ თამაში რო გრძელდება, ანუ იუვენტუსის კონტრშეტევა რომ მოდის, ჯიჯი სიმონი დგას სადღაც მოედნის ცენტრთან. ანუ 2 მეტრით შევიდა, 15 მეტრი შეიძლება. ნახევარი ინტერის, ანუ იუვენტუსის კონტრშეტევის დროს ნახევარი ინტერი არის შევარდნილი. ანუ მაგ თამაში შენ განცდა გაქვს, რომ ფეხბურთი არ არის თამაში. ფეხბურთი არის რაღაცა ომი და ეს არის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. აი ბარსა, რეალი, მაურინიოს და გვარდიოლას დროს ქონდა ხოლმე ეგ განცდა, რომ ამ დღეს ეს 90 წუთი დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება. აი მაგ იუვენტუსში საკეთ დელ პიერო და რონალდო რო გამოდიან და მაგ სეზონში დელ პიერო ხდება სოფლიოს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ანუ იქამდე იყო დელ პიერო მიდიოდა აქეთკენ. ეს უკვე დელ პიეროს გუნდია სრულად. ანუ აღარ არის არც ვიალი, არც როტაციის მოთამაშე აღარ არის და დელ პიერო და რონალდო არის ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი. და დელ პიერო და რონალდო იუვენტუსი და ინტერი მთელი სეზონი ერთმანეთს მისდევენ. ეს ისტორიული კონტექსტი რო ერთმანეთი მაგრას წულთ და თელ თამაშს რო უყურო მარტო ეს კი არ ხდება ის იმას ფეხბურთთან ძალიან ცოტა აქვს. იქ არის აი როგორი ომი, იცი რა უხეშობა, მიარტყა, მოარტყა, კამათი, დავა, მართლა არ არის რა იქ ფეხბურთი. ანუ მომენტებიც არ არის, რომ ნახო დელ პიეროს გააკ გოლი, მე არ არის მომენტი, მე არის ეს არ დანიშნული პენალტი და დანიშნული პენალტი. მეტი არაფერი არ ხდება იმ თამაში. მანდ არის რამდენიმე what if ისევ მე ერთ-ერთ კატეგორიაში მინდა ჩავსვა ეგ და მე დაუბრუნდე ვიტყვი რომ ამას გულისხმობდი კიდე თქო. მანუ ემპოლისთან თამაშს გულისხმობ, ინტერამდე იუვენტუსი ემპოლი იყო და მაგ თამაშზე მე ვიტყვი what if-ზე რომ მივალ. მე ერთ-ერთ კატეგორიაზე რომ მივალთ და მეორე არის იუვენტუსმა მოუგო ინტერს და გაასწრო 4 ქულით და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ თუ 3 ტური რჩება და უიმედო სიტუაცია ინტერისთვის, იმიტომ იუვენტუსი თამაშს არ აგებს, გულას არ კარგავს და ანაიად მოხერხებს ახლა ინტერი აქ დაგამბეკებას. ინტერი ისე გატყდა მაგ თამაშით, აი როგორ არის ჯიჯი სიმონის მაგალითად ძალიან უყვარდათ. დიდი მწვრთნელი არ ყოფილა და ალბათ ამ შემადგენლობით უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ აი წლების შემდეგ მაგალითად რონალდოსთან როგორი ურთიერთობა აქვს და სულ მაგთან, ანუ ეს თამაში იყო ისეთი შინაგანი ტრავმა ამ გუნდისთვის, რომ ყოველთვის ამ თამაშამდე ბრუნდებოდნენ. ანუ ინტერი ამ თამაშამდე და ამ თამაშის შემდეგ იყო ორი სხვადასხვა გუნდი. ჩემთვის პირადად როგორც აი პატარა გულშემატკივრისთვის ეს თამაში იყო მთავარი თამაში, რაზეც მე აეგო ჩემი დამოკიდებულება იუვენტუსის მიმართ, რომ საჯები ამ გუნდის სასარგებლოდ ცდებიან სერიაში. აი მთავარი თამაში იყო, ეს აქედან დაიწყო მაგაზე ლაპარაკობდი ხოლმე, მაგას იხსენებდი. ხო, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ისა რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბავი იყო უგუნსტურად გაიხსენა, რომ აი მაგ პერიოდში იუვენტუსის ინტერეს ეს დაპირისპირება იყო, აი რავი, სოლოლაკშიც კი სკოლაში
ლაპარაკობდით რა ამაზე და თუ იუვენტუსი არ უყვარდათ მაგ დროს საქართველოში ჩვენ გარემოში ეგრე იყო გულშემატკივრობდნენ ინტერს, იმიტომ იქ რონალდო იყო და რონალდოს გვარი ეკერა, გვარი თუ რაც არის ყველას პირზე. რონალდოსკენ იყო ყველა, ვინც არ იყო იუვენტუსისკენ. შესაბამისად, ამან კიდე უფრო მეტად გამოიწვია ამ თემის გაჰაიპება. წარმოიდგინე ეს სიტუაცია პარასკევს მივედით სკოლაში, ვილაპარაკეთ რომ იუვენტუსი ინტერი ახლა ჩემპიონობა ირკვევა იტალიაში დიდი ალბათობით ესე თამაში რაღაც და მე შაბათი კვირა ინტერნეტში დავწერდით რამეს თუ მაქსიმუმ და ამას ერთმანეთში სახლის ტელეფონი ვესაუბრებდა. მან ერთი პატარა საიდუმლო. მე ორ შაბათს რომ მივედით სკოლაში, იქ მე უკვე სხვებთანაც ვლაპარაკობდით. ადრე თამაში იყო. შუქი არკათიშულა ყველამ ნახა. ლიგაზე ითიშებოდა იუვენტუს ინტერი იყო ადრე თამაში, ყველას აქ ნანახი. ეგ იუვენტუს ინტერი ტელევიზორში იყურებოდა. US აქვს რაღაცნაირი ცოტა ცინიკურობაც. და ანუ დანარჩენ იტალიას გარანტირებულად ზემოდან ქვემოთ უყურებს. ანუ ამ პერიოდის US-ი ლუჩანო მოჯიც ხო ეგეთი ტიპი არის. მაგარი ცინიკური პერსონაჟია რა, ანუ ლაპარაკობს მოჯი, უეჭველი ფიქრობ რომ დაქცინის, თან ნეაპოლელია. და ხა ძალიან შორს წაგვიყვანს კალჩოპოლიზე ლაპარაკი, მე არ მჯერა და სტატიების მიწერია, მაგრამ ლუჩანო მოჯის ძალიან ბევრი ისეთი საკმაოდ საეჭვო კონტაქტები აქვს ზოგადად. და მოჯის აქვს ესეთი რაღაცა იუვენტუსი PSG-ს ეთამაშება, არის სუპერთასის ევროპის სუპერთასია. ის დიდი ინვესტორ მოუგესო 6-1-4-1 და ანუ ზამთარშია და აქო ტურინშიო მაგრა ცუდი ამინდებიაო თოვლი და წვიმარი და მართლა სასიზღარი ამინდია და პალერმოში თამაშობენ. ანუ გაბლარტავების თუ გათავხედების თუ ცინიკურობის ხარისხი რომ სუპერთას იუვენტუსში თამაშობს პალერმოში PSG-სთან და მაგრად უგებს ძალიან. და ეს იუვენტუს ინტერის გახდა ამის სიმბოლო, რაც არ უნდა ქნათ მაინც ჩვენ მოგიგებთ. აი ჩვენ ხო ამით დავიწყეთ რომ ჯგუფიც ესე დაждდა რომ წააგო და მაინც ბოლო 5 წუთში მოატრიალა ყველაფერი რა. და ეს იუვენტუსიც და ეს იუვენტუს ინტერის ამის სიმბოლოა და მე გახდა ეს 5 მაჯო 5 მაისი როცა ინტერმა მართლა თავისით წააგო ჩემპიონატი და იუვენტუსმა მოიგო რომ ინტერმა რაც არ უნდა ქნას ჩვენ მაინც მოგიგებთ. სანამ კატეგორიებს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვილაპარაკეთ ჯგუფიდან როგორ გავიდა და ახსენე პლეი-ოფი. ამ დროს სულ ორი ის გიწევს რა, მე 4-ფინალი, ნახევარფინალი, დინამო კიევი და მონაკო. საკმაოდ უხგოლიან თამაშებში დაამარცხა იუვენტუსმა და ფინალში ხვდება მადრიდის რეალს. მან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია დინამო კიევი. დინამო კიევმა მოიგო ურთულესი ჯგუფი, სადაც იყო ბარსელონა, ნიუკასლი და PSV Eindhoven. ანუ ძალიან რთული ჯგუფია. და კიევი გავიდა პირველი ადგილით და ბარსელონას მოუგო სახში და გასვლა დიდი ანგარიშებით. კიევში გასვლა და აი ბევრი ამბობდა რომ ეს კიევი ისეთი გუნდია, იმიტომ რომ ტურინში იუვენტუს ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა, აგებდა და მე პიპო ინძაგიმ შეაგდო და კიევის გასვლის მე მაგრამ ეშინოდა. და აი მაგ დროს იყო ამბავი რომ ეს რაღაცა ლობანოვსკის სკოლა და რაღაცები ხო იყო და ზაკე გუნდი შემდეგ წელს გავიდა ნახევარფინალში. შემდეგ წელსაც გავიდა ბაიერნთან ძალიან მაგრა ითამაშეს. და აი ეს 4-1 კიევში 4-1 იყო ძალიან დიდი განაცხადი. პიპომ შეაგდო 3 გოლი, დელ პიერომ შეაგდო ძალიან მაგარი გოლი კიდევ ერთ მარცხენათი შორეულ კუთხეში და ისევ ეს განცდა რომ რა მნიშვნელობა აქვს ჯამში ჩვენ. აი მონაკოსთან კითხვის ნიშანი აღარ იყო. ანუ იუვენტუსი მონაკო მე მაგალითად 1%-ით არ დამიშვია რომ მონაკოს რამე შანსი იყო და მიუხედავად იმისა რომ მანჩესტერი გააგდო. მიუხედავად იმისა რომ ფანტაზია წააგეს თან მონაკოს. გასვლა წააგეს 4-1-ის. ოღონდ ისე ხო, ეგონა რა თქვა. პირველი თამაში იყო ტურინში და 4-1 მოგება უკვე, ნუ აი იქაც უგებდნენ. იქაც უგებდნენ დელ პიერომ რო შეაგდო იქაც. თან ტურინში ჰეტები შეეძლო. აი ამ მაგ ესე იგი სულით გადიან ფინალში, ხვდებიან რეალს. ხვდებიან აშკარა ფავორიტის რა. და არიან ფავორიტები. კი, აშკარა ფავორიტი იყო. აი სულ რო კონტექსტი არ იცოდე და ჩახედო შემადგენლობებს ფინალისას. ნუ ცხადია რეალშიც უამრავი სტარია, მაგრამ ანუ აი ეს სახელებით აშკარად ჯობია იუვენტუსი რა. ჰანდიკაპი. ანუ აი და რეალი არის გუნდი, რომელიც აგერ ვისაუბრეთ ამაზე და ოდენსეს ყავს 2 წლით თუ 1 წლით ადრე UEFA-ს თასიდან გაგდებული და კი ჩემპიონატი 95-ში, 97-ში რეალმა მოიგო ლა ლიგა, მაგრამ ამ წელს ვერ იგებს ლა ლიგას, ამ წელს ბარსა ხდება ჩემპიონი ვანგალის ხელში, 17-ში. მე 4 ადგილზე გადის. ო, საშინელი სეზონი აქვს. ანუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიოდა, რო არ მოეგო ეს. შემდეგ წელს ტოვებდა ჩემპიონთა ლიგას. და ბოლო გამოტოვება რეალურად რეალს ჰქონდა, ეს შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ დღემდე ბოლო იყო აი ის, ოდენსესთან როცა ითამაშა UEFA-ს თასი. და როგორც მახსოვს მეტი არ ყობა ქონია. და გარდა მთავარი ფაქტორი რაც არის,
და იუვენტუსის ფავორიტობის სამჯერ ზედიზედ ფინალში გადის გუნდი, მესამე წელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის. ხო. და იქით არის რეალი, რომელიც 32 წელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ გამختار. ჩემპიონთა თასი ლიგა არ აქვს მოგებული რეალს არასდროს და თასი აქვს მოგებული 32 წლის წინ ბოლოს. და ამ ყველაფერს ადასტურებს მაშინდელი კაპიტანის სანჩესის ციტატა, რომ ეგ მაგ თამაშს ისა მიუდექითო, როგორც ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თამაშსო, იმიტომ რომ აი ეგ იყო, რომ რეალი სოლომანის თამაში გამოვიდა ლიგა არ აქვს. გერმანელი გადმოსახედიდან. ამდენი წელია ვერ ვართ ელიტა. კაცმა არ იცის რა იქნებოდა მართლა, რო არ მოეგო ეგ თამაში რეალს. კაცმა არ იცის რა იქნებოდა, როგორ გავითარდებოდა მერე წლების განმავლობაში. გოლი გაქვს პრედრაგ მიატოვიჩს, რომელიც არ არის ცუდი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, მაგრამ თამაშის ყველა წინახაზელი ჯობია. ხო, ანუ ამ უპირატესობის ფონზე და მithumetes რეალის რაღაც ესეთი დიდი ჩავარდნის და იუვენტუსი აშკარა ფავორიტი ეს რაც ახლა შენახწერე, ფინალი თითქოს იუვენტუსმა თითქოს რა ჩააგდო და ნუ მინიმუმ ის ფეხბურთი ვერ ითამაშა, რასაც მთელი სეზონი თამაშობდა. რატო? თქვენი აზრით. აი ვინც ნახეთ ეს თამაში ლაივში. ანუ ჩემი პირველი ის არის ტაქტიკა. ხო. მე მაგ შემთხვევაში უდგები ესე, რომ მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში ყოველ შემთხვევაში მაინც თამაშობდა 4 მცველით. და ფინალში გადაწყვიტა რომ ითამაშა 3-4-1-2. ეს შეიძლება უკავშირდება ლიპის სიფრთხილეს იმ მომენტში, შეიძლება უკავშირდება ფერარას არ ყოფნას, იმიტომ რომ ფერარასთან ერთად უფრო მეტი დაცულობის და იმის შეგრძნება ჰქონდა და ფერარა რო არ იყო, მანამდეც არ იყო დამტროლი დიდი ხანია, მაგრამ მარტო იულიანოს და მონტეროს ვერენდო და დააყენა 3 მცველი. არადა არ იყო ეს რეალი საშიში გუნდი იუვენტუსისთვის და ჩემი აზრით, აი მანდ მივდივარ ხოლმე სუმაგის გამო ვაკრიტიკებ, რომ რატო არ ითამაშა ფინალის 4 მცველით. მე რა რომ თქვა ფერარა არ ყავდა, მიჩვეული იყო მონაკოს ეთამაშა 4 მცველით. მთელი მეორე ნახევარი სეზონის არ ყავდა. 4 მცველით აქ ჩატარებული და შესაბამისად ეს ახალი რეალობა შექმნა ფინალში, შეცვალა ლიპიმ ეს თემა და აიჭრა გუნდი. იცი რა, განწყობის ამბავიც იყო ალბათ. მე ხოთაჩორის რა მახსოვს, რომ ეს დორტმუნდის ფინალი რო ძალიან წარედ მახსოვდა, იუვენტუსმა რომ მონაკოს მოუგო, იქით იყო რეალი დორტმუნდი. და გულშემატკივრობდი დორტმუნდს, იმიტომ რომ მინდოდა ისევ იუვენტუსი დორტმუნდის ფინალი რო ხო, რაღაცა რევანში შემდგარიყო და ეჭვი არ მეპარებოდა რომ იუვენტუსი მეთქი დორტმუნდს ანუ დორტმუნდის მიმართ უფრო მეტი სიფრთხილეც ჰქონდა და მეტი სურვილი ჰქონდა, იუვენტუსი დორტმუნდის ფინალის უფრო მოლოდინი ჰქონდა ვიდრე იუვენტუსი რეალის. ცოტა შეიძლება იყო დაუფასებლობაც, ახლა როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუფასებლობა დაგემართოს, მაგრამ ცუდად არ უთამაშია იუეს. დღეს მე ეს თამაში მაქვს ალბათ 1-2-3 ჯერ მაქვს ჩანაწერში დანახი. გარდა ლაივისა. და უკეთესი გუნდია რა, მაგრამ იუეს რაღაც ფინალების წყევლა მართლა აქვს. ახლა რო თქვი ძალიან კაი გადაცემა ჰქონდათ პარმაზე. ეთერის გარეთაც გაკეთ და ეთერთან გაკოთ და მე მივიყევი პარმაზე რაღაცებს YouTube-ში შევჯექი და ხა პარმა იუვენტუსივით ნახდათ არ მახსოვს. და იუვენტუსმა პარმასთან და YouTube-ში დევს იუვენტუსი პარმას 94-ის თუ 15-ის ფინალი 15 უეფას იუვენტუსმა პარმას ჩემპიონატი მოუგო, თასის ფინალში მოუგო ორივე თამაში. ჩემპიონატში ორივე თამაში მოუგო და მაინც ევროპული თასის ფინალში წააგო. ანუ ეს სიმძიმე ფინალების იუვენტუსის DNM-ში არის. სანამ ლივერპულს მოუგებდა ეიზელის ფინალს. ჰამბურგთან წააგო იუემ ფინალი, რომელშიც ძალიან დიდი ფავორიტი იყო. ანუ იუე რაღაცნაირად რამდენადაც აი ამ შიდა საჩემპიონო ამბავში, მარათონში, გრძელ ტურნირში არის. შეიძლება ევროპაში ყველაზე მაგარი გუნდი. მე მეეჭვება, რომ ევროპაში რომელიმე დიდ გუნდს კონდეს აი ასეთი კულტურა კონკურენციის ფონზე. იმიტომ რომ იტალიაში ისტორიულად უფრო მეტი კონკურენცია ვიდრე ესპანეთში. ან US-თან ერთად ახლოს არის რეალი. ეგრე რომ აი არაფრიდან ცუდი ფეხბურთით მაინც შეუძლია მოგება. მეორე. და ამის მიუხედავად სათასო ფორმატი და განსაკუთრებით ფინალი არ არის იუვენტუსის. ეს ფინალიც იუემ ცუდად არ ითამაშა, რეალზე უკეთესად თამაშობს თითქოს უტევს, მაგრამ აი რა ხარისხის ფეხბურთიც აჩვენა კიევში მონაკოსთან, იმ ხარისხის ფეხბურთი ვერ არის. ერთი მომენტი ქონდა, ედგარ დავის ქონდა ბოლოში, მე მახსოვს რომ ეგრევე პატარა ვიყავი ცრემლები წამომივიდა, იმიტომ რომ მაშინ მივხვდი რომ წავაკეთ 80 და რაღაცა მე-5 წუთია რომ მარცხნიდან შემოვიდა და მარჯვნივ დაარტყა. და ხოთაცია იყო და კუთხეში ვერ გუასა. ხელებში მიცა რა. თორე ისეთი თამაში იყო რომ არც ერთს არ მქონია მომენტი, მაგრამ აი რეალის ეს ეხლა რაც ვიცით რომ დემონური ძალა რაც აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, იმ თამაშგარით გოლით რეალმა მოიგო ჩემპიონობა. თითქოს იუვენტუსის ფეხბურთი რაც არის, აი DNM რო ახსენე შენ რა.
ყველაზე მეტად გამოსადეგი არის ეგეთ ფეხბურთი ფინალში. ძირითადად ბრძოლაზე რო არის დამყარებული, იმაზე კვერცხებზე და მონდომებაზე და ასე შემდეგ და აი იქ ვერ ძალიან კაი რაღაცა. ჩემი აზრით ეხა მთავარი პრობლემა იყო იმის რომ იუვენტუსი იყო ფავორიტი და პირველ ნომრად მოუწია თამაში. იუვენტუსმა აიაქსის ფინალი ვისაც კიდევ ნახე აიაქსი იყო ფავორიტი მაგრამ იუვენტუსმა ისე დაჩაქრა და მაინც ვერ მოიგო ანუ ძირითადში ან 120 წუთში მოსაგები თამაში იყო. ანუ პენალტებამდე ის თამაში არ უნდა მისულიყო. ჯანლუკა ვიალის ვერ გააქვს ცარიელ მეკარე მოატყო და ცარიელ კარში ვერ გაიჩინა. მაგრაჯობა ეგ თამაში. მაგრაჯობა დორტმუნდთანაც ანუ მე მგონია რომ დორტმუნდის და რეალის ფინალებში თავარი პრობლემა ის იყო რომ იუვენტუსი იყო ფავორიტი. აშკარა ფავორიტი და პირველ ნომრად უნდა ეთამაშა. რა უცნაურია მართლა ხო? ორივე თამაში ფავორიტი იყო და საშინლად ითამაშა ორივე. უმომენტო თითქმის რა დორტმუნდთანაც გადახია. აიაქსთან ძალიან მაგრამ მე მახსოვს ეგ თამაში და პირველ ფინალში აიაქსი მილანი იყო და მეორე იყო ეგ აიაქსი იუვენტუსი და აიაქსგან ვიყავით და იმიტომ რომ ხა მილანთანაც რომ მოიგეს თან პატარა ბიჭები რაღაცა ისესა და თამაშის წინ მაგარი ფავორიტია აიაქსი თამაში იწყება და აი ის რო გაქვს ხო იცი რომ ის გოლი რომელიც ლიტმანენმა შეაგდო თითქოს ისაა რა აი დაუმსახურებელი არისო როგორ იყო ხა მაგრამ არ უნდა გასულიყო და წაეგოთ რა არანაირად არ უნდა მისულიყო ეგ თამაში პენალტებამდე არანაირად აი უნდა მოიგო ძირითადშიო იუვენტუსი თუ არა და დამატებითში ნახდა პენალტები ნახდა უნდა ყოფილიყო იმხელა სხვაობა ჩანდა ფინალში ორ გუნდს შორის და აიაქსისთვის იყო შვება რომ პენალტებამდე მივიდნენ მაგრამ საბედნიეროდ წააგეს იმიტომ რომ აშკარად იუვენტუსი იმსახურებდა მაგ წელს რომ მოიგო 100%. ავედით კატეგორიებში. პირველი ტრადიციული კითხვა ეს გუნდი რას იზამდა დღევანდელ ფეხბურთში გაკაჩავდა თუ არა? აუცილებლად 90-იანების ფეხბურთი არ არის ძალიან აცილებული თანამედროვე თამაშს. იმ დროს იყო იუვენტუსის ფეხბურთი ძალიან თანამედროვე, იმიტომ რომ ეს ვერტიკალურობა, ტაქტიკურობა, ორგანიზაციულობა, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვის სახასიათოა, იუვენტუსს ჰქონდა ალბათ ყველაზე მაღალ დონეზე. და იუვენტუსის თამაშიც რო ანუ რატო ანუ ზიდანი დელ პიერო მართლა იმდენად დიდი ვარსკვლავები ყავდა და იმდენად კარგად ნაგები გუნდი იყო სტრუქტურულად მთლიანად ძალიან დიდი კლუბი იყო. რომ ანუ ვერ ვხედავ რატო შეიძლება რომელიმე ეპოქაში არ ეთამაშა. აუცილებლად გაკაჩავდა. მარტივი ასოციაცია მომივიდა ეხლა რა ყველაზე მეტად მომსგავსებ ხოლმე სიმეონეს ატლეტიკოს. იმ იუვენტუსს რომელიც მე მიყვარდა რა. და ახლა ამ ატლეტიკოს რო ამ რა ანუ სიმეონეს ატლეტიკოს რო დაუმატო დელ პიერო ინძაგი ზიდანი დავიცი ანუ გრიზმენსაც ნაცვლად ჩასვა დელ პიერო და ასე შემდეგ წარმოიდგენთ რა ატლეტიკოს მივიღებთ ხო ანუ ხასიათით და ხარისხით და კლუბის მასშტაბი აბსოლუტურად სხვა გაქვს რა გაკაჩავდა კი არა შეიძლება მოიგო კიდევაც ის ორი ფინალი რომელიც წააგო მეც მაგას თქმა მინდოდა ეხლა დღევანდელ ფეხბურთში ეს იუვენტუსი შეიძლება უკეთესი გუნდი ყოფილიყო ცოტა ცნაური სათქმელია მაგრამ უკეთესი აზგულისხმობ იცი რომ დღევანდელ ფეხბურთში შეიძლება უფრო მორგებოდა უფრო უკეთ მორგებოდა კიდეც აი ფინალი რო აიღო რა მაგალითად ფინალებში რომელიც წააგო რა თუ ეხა ზოგადად რა ჭირდა რომ ეს მოსარგები ისეთი გუნდი იყო რომ თამაშს არაგებდა უკან ჩამჯდარი ძალიან უკიდან ან პრესინგს არ თამაშობდა უკნიდან სწრაფი ვერტიკალური შეტევები რაც აი სიმეონეს ატლეტიკოსთვის დამახასიათებელი. ერთ-ერთი პრობლემა რაც შეიძლება დღევანდელ ფეხბურთში შექმნოდა არის ის, რომ არც ანჯელო პერუცი, არც იულიანო, არც მონტერო და არც ჩიროფერარა ისე ვერ თამაშობდნენ ფეხით. ხო, ბურთთან. როგორც დღევანდელი ცენტრალური მცველები და ბურთის პირველი ამომტანები ისინი არ იყვნენ. არც იყვნენ ეს იუნტუსი არ თამაშობდა ეგრე. ხო, იმიტომ ზიდანი იყო წინ, დეშამი იყო. დავიცი თავისი სიხისტის და უხეშობის მიუხედავად ბურთთან ძალიან კარგი იყო, ძალიან ტექნიკური იყო. ეგეთი ხისტი ფეხბურთელი ამავე დროს ეგეთი ტექნიკური მე მეტი არ ვიცი. ამიტომ რაც ყავს დავიცი ამ ცალკე კატეგორიად ამ გადაცემაში ზოგადად, იმიტომ რომ უნიკალური ფეხბურთელი იყო მაგ თვალსაზრისით და დილივიოც რომელიც ზოგადად თამაშობდა თქვა ხო ან კონტე. ბურთთან საკმაოდ კარგად იყვნენ ისინიც, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მებრძოლი. დღევანდელ ფეხბურთში იქნებოდნენ 6 ნომრების საყდენები, რომლებიც ფეხს უნდა ჭამდნენ ვიღაცას და მაშინ იყვნენ მათ შორის ბურთის ამომტანი ტიპებიც, იმიტომ რომ დაცვის ცენტრის მოვალეობა ეგ ასე ვთქვათ არ იყო რა, მაგრამ სხვა მხრივ რავი ლიპის გენიოსობიდან გამომდინარე ცოტათი დროსაც უსწრებდა ეს გუნდი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შენც ისაუბრე მაგაზე. ფერგირო შეიძლება და დარენ ფლეტჩერით და არც ისე კარგი დარენ ფლეტჩერით და ვეს ბრაუნი თქმა იყო პრემიერ ლიგის გამარჯვებული, როცა პრემიერ ლიგა პრაიმში იყო. ისევე ბირინდელი და ტაკინარდი, რომელიც კი ახლა შენ ძალიან გევასება, მაგრამ არ იყო ახლა სოფლიო დონის ვარსკვლავი. საერთოდ არ იყო, მაგრამ მე მაგრამ და იულიანოთი შეიძლება და მოეგო სუპერ ზე ვარსკვლავური სერია და მოეგო ისე რომ წაეგო სეზონში 2 თამაში და გაფიქრებინებდა ადამიანს რომ რაღაცა უბედური შემთხვევითობა იყო, რანაირად წააგეს ამათმა ფლორენციაში 3-0. არა და ის ფიორენტინაც ძალიან კაი გუნდი იყო შემადგენლობას უჯახებდა. მე მგონი თანხდებით კი მე
იმასაც კი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა დღეს. კი. უეჭველი გაკაჩავდა და ყველა სხვა ფეხბურთელი, ყველაფერი ფილოსოფია, ყველაფერი გვერდზე რო გადატოს. ზიდანი, დავიცი, დელ პიერო, ინზაგი ერთ გუნდში რო არიან. ამ სეზონის Mount Rushmore-ი რო კეთდებოდა, თუმცა სერია 100. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ. რაღაცა პრემიერ ლიგაზე. მე ყველა ის ხალხი ვახსენეთ არა? ხო, აი მოდი ახლა 4-ევე ვთქვათ ჩვენი 4-ეულები. ძნელია. მაგრამ ხო, უნდა ვთქვათ მაგ სეზონის სერიას Yes. დელ პიეროს გვერდს ვერაული, ერთი არის უეჭველი დელ პიერო, ბატისტუტასაც ვერაული გვერდს. შეიძლება მაგდენი გოლი არ ქონდა, მაგრამ მაინც ბომბარდირებში ნუ მე 4-ზე იყო. ხო, ძალიან ძნელია. რონალდო, რა თქმა უნდა, რონალდო, ცხადია ხო, ძნელი საერთოდ არ არის. და მეოთხე, ალბათ ზიდანი მაინც რა. ხო, ნუ აი ხა რაღაც შედეგი თვალსაზრისითაც ესეც თუ შეიძლება სულ არ იყოს სტატისტიკა. ზიდანი ძალიან ბევრი პასი გააკეთა და 7 გოლი, 7 პასი უშუალოდ ლიგაში, მაგრამ ყველა ტურნირზე კიდევ უფრო მეტი ქონდა, ანუ ზიდანს აქვს ყოველთვის მატყუარა სტატისტიკა. ანუ ზიდანის შეფასება სტატისტიკით არის არ შეიძლება. ანუ ზიდანის გავლენა თამაშში არის იმდენად დიდი ადამიანურიც და კი არა, მე რო ეს სტატისტიკა აქ ამოღებული მაქვს, ტყუილა კი არ მაქვს, მეც მიწერია Mount Rushmore-ში. განა 7 გოლი, 7 პასი. აი ზოგადად ზიდანს არ ვირჩევ. სტატიაც ქონდა ჩვენ ამაზე, რომ ზიდანის სტატისტიკა თუ რაი 20 წლის მერე კიდე ვიღაცამ ზიდანი რო ნახო სტატისტიკით, ვერ მიხვდება რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო. სულელია ეგ მარადონას ხო არაფასებს სტატისტიკით. ხო, რა თქმა უნდა. ანუ შენ Mount Rushmore-ში აშკარად ზიდანი იქნებოდა. დელ პიერო აუცილებლად, რონალდო აუცილებლად, ზიდანი და ბაჯო. ბაჯოს მე ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ ბაჯოს ეს სეზონი ბოლონიაში ხო, აი ეხა მეც თუ დავფიქრდი ბატისტუტა მე მგონი მეც სხვა. ბატისტუტა ამის შემდეგ სეზონში იყო უფრო ისტორიულად ძალიან მაგარი. კი. მიუძღვნა რატომ მთელი გადაცემა წინაზე პარმას. საუბარში ბატისტუტა. ანუ მეც ვლაპარაკობ შემდეგ სეზონში ერთ-ერთი გმირი იყო ვაფშე. აი, ესე იგი ბატისტუტა გამოვიდა და შევიდა. უცებ ამომივარდა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, რომელსაც ეგეთი მაგარი სეზონი ჩაატარა თავიდან. შენი 4-ეული როგორია? თითქმის იგივე ზიდანს სამოვაგდებდი ოღონდ მე, იმიტომ რომ ზიდანი ძალიან მაგარია, მაგრამ სუპერსტარად ჩემთვის ჩამოყალიბდა მსოფლიო ჩემპიონატის მერე, როცა თავითი ორი გოლი გაიტანა და მაშინ ბორდოშიც ცოტა დიდი რო ყოფილიყავი, მეცოდინებოდა ბორდოდანაც, მეც დავაკვირდებოდი ამ იუვენტუსში, მაგრამ ეგრე ჩემთვის არ ჩანდა ზიდანი ეგრე, რა ვქნა, ამ იუვენტუსში ჩემთვის თავარი ტიპი, დავიციც კი უფრო იყო, მართლა მიუხედავად ნახევარი სეზონისა და დელ პიერო და ინზაგი. ჩემი პრობლემაა ეგ შეიძლება, იმიტომ პატარა ვიყავი და ფეხბურთს ისე ვერ აღვიქავდი როგორც შემდეგ წლებში, მაგრამ ნუ ეგრე იყო, რეალურად ეგრე ხედავდი და Mount Rushmore-საც შეხება და 4 ტიპს. ბირხოვი აუცილებლად შევიყავ ბომბარდირი გახდა კაცი და ხა მაშინ სერიას ბომბარდირობა იყო ისტორიული ამბავია რა. ბომბარდირებში სუპერ ხალხია. არა, ერთი ეგ და მეორე სერიას ბომბარდირი, ნახე როგორ არის ჩემი გადმოსახედიდან. ლა ლიგის ბომბარდირები რომ მკითხო 90-იანების, ესე მარტივად შევარი გავიხსენო ახლა ტიპები რა, ისე როგორც ბუნდესლიგა და ისინი რა ქვია, ლიგა 1 ან პრემიერ ლიგაც კი. გარტყმით შეიძლება გავარტყო ვიღაცა, ვივარაუდო, მაგრამ შეიძლება ვერ გავიხსენო. მიუხედავად იმისა, წლების განმავლობაში შეხება მქონდათ ან მაგასთან კომენტატორების ამბავში და პრემიერ სერიასთან ეგ არ მქონია, მაგრამ სერიას ბომბარდირები იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ ისტორიული ფაქტი იყო რა, რომ ეს სერიას ბომბარდირო გახდა ტიპი მორჩა, ის ცხოვრების ბოლომდე ის ტიპი არსად აღარ მიდის. თავშიას იგორ პროტი სამ ცოცხალი ვარ მემახსოვრება რა, იმიტომ რომ ერთხელ გახდა ბომბარდირი. აი ეს ერთი გოლი რო არ გაეტანა და ნაკლებით რო დაემთავრებინა და მეორეზე გასულიყო, არასდროს იგორ პროტი არ გამახსენდებოდა, არც დარიო ჰუბნერი. არასდროს ცხოვრებაში არ გამახსენდებოდა ეგორი ტიპი, ხო? ამ სეზონში სხვადასხვა ნაპოლი არ გადის ბოლონზე ამ სეზონში. გაშინელი 14 ხულით რო გავიდა. იგორ პროტი თამაშობდა ნაპოლიში იყო პროტი ამ სეზონში. 7 გოლი გაიტანა 3 თუ რაღაცა ძლივს. ხო და ბირხოვის ბომბარდირობა შესაბამისად მით უმეტეს უდინეზედან რომელიც არა მიჩვეულ წარმატებას არ არის ტიტულოვანი გუნდი, ხო? მესამეზე გადის უდინეზე, ბირხოვის წყალობით, რომელიც კი დამცინავეა თავით იტანს გოლს და რაღაცა, მაგრამ 27 გოლი შეაგდო. ძალიან ბევრი 34 თამაში. ძალიან ბევრი მაშინ და სერიაში 27 გოლი კატასტროფაა, იმიტომ რომ სხვა ტიპებით მე შემდეგ წლებში შეხედო 24, 23, 25, 24 რაღაც ეგრე 27 ძალიან ბევრი. ერადიან აქამდე. ერთი ბირხოვი ვლაპარაკოთ, მეორე დელ პიერო, იმიტომ რომ ნუ ლიდერია ამ იუვენტუსის სუპერსტარია, მთავარი, ძალიან ლამაზ გოლებს იტანს, საოცარ ფეხბურთს თამაშობს და საერთოდ ძალიან მაგარია და თან ბევრი გოლიც გააქვს. და თავარი წვლილი შეაქვს ჩემპიონობაში, ჩემი აზრით. რონალდო, რა თქმა უნდა, სოფლიო ფეხბურთის თავარი სუპერ ვარსკვლავი, რომელიც გადმოვიდა სერიაში და პირველ სეზონში 25 გოლს იტანს, რომელიც ყველა სხვა წელს რო გადმოხედო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. შეიძლება 95% ამ სეზონამდე რაც იყო, შეიძლება მეტი თუ არა, სეზონებში ბომბარდირებაში ეყოფოდა, წელს არ იყო მაინც და მაინც და რობერტო ბაჯო.
ტიპი, რომელიც წამოვიდა მილანიდან საშინელი სეზონის მერე მიდის ბოლონიაში, კაცმა არ იცის რა მოლოდინი უნდა კონდეს, ესეთი სუპერვარსკვლავი. ჩემპიონატია თან. ხო და სუპერსტარია, მსოფლიო ფეხბურთის ასევე სუპერვარსკვლავია და ტიპი მიდის დათამაშებია ფიორენტინა, იუვენტუსი, მილანი და უზე ბოლონიაში არ ხდება ესე რომ ეს ტიპი ფიქრობ რომ ჩავარდნა ხო არ დაეწყო და რაღაც. იწყება სეზონის პირველ ტურებში იტანს 22 გოლს აგროვებს, მერე კიდე მსოფლიოზეც მიდის. იქ თავის ისტორია, ჩილესთან იქ პენალტი 4 წლის მერე პენალტის დარტყმა რომ მოუწია, რეკლამები და ფილმებია ამის გადაღებული მაგაზია. ასე რომ ბაჯოც ულაპარაკოთ რა. ან ერთ-ერთი მარადიული ფაქტობრივად გამოვიდა რომ ბატისტუტა პირველი 5 კაციდან ბომბარდირებში ბატისტუტა ამოვაგდა და 4 კაცი დაუტოვე და ეგ არის მომტრაშვა მე ამოვაგდა ბატისტუტათან. ხო, მეც იგივე მაქვს ზუსტად და ანუ დელ პიერო და რონალდო ხა თავის მიზეზი აქ რატო უნდა იყვნენ და ულაპარაკოა და ბაჯოზე ზუსტად ეგ ქონდა რომ ბოლონიაში ეს შედეგი და ბირჰოფის უდინეზესი ეს შედეგი მათ ადგილს აძლევს მაუნთ რაშმორზე. ტატო, შენთან მოვდივარ. აბა, ვინ არის ამ გუნდის მანუ ჯინობილი, ანუ six-man-ი, ანუ სუპერს შემცვლელი. როცა ვამბობდით, რომ იყო ორი ამბავი, ერთი რომ იუვენტუსმა როცა მოუგო ინტერს 4 ქულა გახდა სხვაობა, მაგრამ შემდეგ ტურში ვერცერთმა ვერ მოიგო და ინტერს რომ მოიგო 2 ქულამდე ამცირებდა სხვაობას და შანსი ისე რჩებოდა და ამ თამაშამდე ერთი ტურით ადრე. სანამ იუვენტუსი ინტერი შედგება, ან 30-ე ტურამდე 29 ტურში. არის ემპოლი იუვენტუსი. ინტერი არ მახსოვს ვის ეთამაშება მაგ ტურში, მაგრამ ინტერიც ძლივს იგებს. 92 თუ მე-13 წუთზე გააქვს პირველი გოლი და 2-0-ს იგებენ. ჯორკაეფმა გაიტანა ერთი როგორც მახსოვს. ძლივს იგებს ინტერი მოკლედ, მაგრამ იგებს. იუვე ეთამაშება ემპოლის და ძალიან უჭირს. ძალიან უჭირს. იმდენად უჭირს, რომ მარჩელო ლიპი დგება და ცვლილებაზე გამოყავს პეკია ფაბიო პეკია და მარსელო სალაეტა. და ამ თამაშში, როცა იუვენტუსი ვერ იგებს ემპოლისთან, სალაეტას თავური პასით პეკია იტანს გოლს. ერთ-ერთ გოლს იტანს იუვენტუსში, მეტი მომენტ არც გაუტანია, მიდის მე ამ სეზონის მე თუ არ ვწდები. ბევრი არც თამაში ახ ცუცვლიებაზე გამოდიოდა, ერთი ეს გოლი შეაგდო მარტო, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ამ გოლის წყალობით იუვე ინტერთან თამაშს ხვდება ერთგულიანი უპირატესობით, რაც ძალიან დიდი პლუსი არის. სად, როდესაც ინტერი გამოდის სათამაშო დელი ალპიზე აი ამ მონსტრებთან, რომელთაც მოგებულია გოგონი და ფრე აწყობს და სად როცა მოსაგებია ტურინში. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური განსხვავებული სიტუაციებია რა და მაგიტო რა თქმა უნდა პეკია ვერ იქნებოდა ამ გუნდის მანუ ჯინობილი, იმიტომ რომ არც ისე ხშირად თამაშობდა თან, ცვლილებაზე არ გამოდიოდა ესე ხშირად. ანუ ამ ერთი თამაშით შენ ფიქრობ რომ მაგან სუპერსაბი ეს თამაში იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა პოსტფაქტუმ, რომ აი მაგიტო დავასახელებდი პეკიას ამ კატეგორიაში. ჩემთვის ეგეთი კაცი მაინც ფონსეკაა. იმიტომ რომ შვიდად სიმშვიდე მქონდა რომ მაგარი კაცი ყავდა სკამზე და თან ურუგვაელი ფეხბურთელები მიყვარს ამ ბავშვობიდან იუვენტუსშიც და ზოგადადაც და ფონსეკაზე მქონდა ის განცდა რომ თუ ინძაგი ტრამვას მიიღებს ან თქვა დელ პიეროც არის და ფონსეკას ბევრი რამე შეეძლო ჯარიმებსაც ურტყავდა ტექნიკური ტიპიც იყო და ეგ ფონსეკაზე მქონდა ეგ განცდა რომ კაცი ყავს რომელიც კაი ფეხბურთელი იყო საკმაოდ და ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც აქ ერთი გავიხსენეთ გატანილი ნეაპოლში სხვათა ყოფილ გუნდს სადაც ძალიან კარგი სეზონებია ჩატარებული ნეაპოლში ნაპოლის გაუტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი თან ჩემი პიკიც ფონსეკა არის და თან მაგაში ისიც ცოტა სტატისტიკას დავიხმარე არ მინდა რომ ხა ის იმათ გადაიქცეს რამდენი წუთი ვის ქონდა და რამდენი შეცვალზე შემოვიდა იმიტომ რომ ხშირად ეგ არ არის ხოლმე მთავარი შეიძლება არ იყოს მაგრამ ამას ძალიან ქონდა ეფექტურობა ქონდა მაგალითად რა გოლი 3 საგოლე პასი და 29 თამაში სულ ანუ 29 თამაში 11 გოლი ძალიან კარგი თან წუთები ქონდა ცოტა როცა ხო ცოტა თამაშობ რა და ამიტომ ფონსეკას ვიტყოდი მე ამ სეზონის იუვენტუსს არ ყავდა კაი მანუ ჯინობილი რა ხო არის ხოლმე რომ სკამიდან რო ვიღაცას ძალიან დიდი ძალა და მხარდაჭერა აქვს გუნდის ეს სეზონი ზიდანი დელ პიერო ინძაგი და წერან დატო მართალი იყო დელ პიერო ინძაგი უფრო იყო პირველი ორი ვარსკვლავი ვიდრე ზიდანი ამ წელს. ანუ ზიდანი ამის მერე და მერე უფრო და უფრო მაგარი გახდება. მაგრამ ეგენი თამაშობენ ყველაზე მეტ თამაშს. სულ თამაშობენ რა, ანუ აი როტაცია არ მოუწია. ცოტა შორის უფრო წინა წლების იუვენტუს უფრო გრძელი სკამი ყავდა ვიდრე ამ წელს. ანუ დიდი ტრავმა რომ მიეღო მაგალითად ინძაგისთან დელ პიეროს. შეიძლება ეს შედეგები რაც იუეს ქონდა ვერ მიეღწია ამდენისთვის. ეგეთი არის ნიკოლა ამორუზო რომელიც ამ სეზონის უფრო არ არის, მაგრამ ზოგადად იუვენტუსი 3-4 სეზონში რაც ქონდა ძალიან ბევრი გადამწყვეტი გოლი აქვს შეგდებული. ჩემპიონთა ლიგაზე მათ შორის. ნიკოლა ამორუზო გალათასარაისთან. ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი გოლის ავტორია ნიკოლა ამორუზო და დელ პიეროს ენათესავება თან. დელ პიეროს ცოლიც არის სონია ამორუზო. ბავშვობაში არის ის არის რა ქვია ჩემს საბურთალოზე ეხლაც იქ ცხოვრობდი და
ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ ბახტრიონზე და აი ავატყოფი იუვენტუსის გულშემატკივრები იყვნენ და ერთხელ ჩემზე ავატყოფი იუვენტუსის გულშემატკივრები თუ იუვენტუსის ავატყოფი გულშემატკივრები? იუვენტუსის ავატყოფი თუ ორივე. ორივე ერთად. აი ხო ისეთი ისტორია ყვები რომ მართლა ავატყოფობის ის არის. ხო და ესე მივდივარ რა ჩემი მეგობრის ეზოში რომელიც ასევე იუვენტინოა და იმისი ეზოელი თუ უბნელი ყვება ესეთ ისტორიას ანუ ამ ფრაზით შევედი საუბარში რომ ბიჭო სონიაზე რომ ვიღაცამ რამე ცუდი თქვასო ვერ დავამთავრებ ხო იცი რას უზამ ანუ დელპიეროს სოლზე ალაპარაკი ანუ ეს ისეთი ავატყოფია რომ დელპიეროს სოლზე რომ ვიღაცამ ცუდი რაღაც თქვას ეს მზად არის გაგლიჯობს შუაზე აგლიჯავს შუაზე რა თქვა ვერ მოვყევი ბოლომდე ეს კითხვა რაღაც ხო შეიძლება იყოს რიტორიკული იმიტომ რომ თითქოს ცხადი პასუხი აქვს მაგრამ იქნებ კონდეს სხვა თეიქიც რა არის ამ სეზონის გარდამტეხი მომენტი რამაც ეს სეზონი აქცია კარგ სეზონად და ან შეიძლება არა კარგი სეზონი ისეთად როგორიც იყო მოდი სეზონი ხო ეგ ჯობია იმიტომ სეზონი ყველა ვარიანტში კარგი იყო იმიტომ ხო ჩემპიონი მიდიოდნენ გიჟებივით ლოკომოტივი მაგრამ ლოკომოტივი მოდიოდა და ყველაფერს წალეკავდა თავის გზაზე უბრალოდ დაემთხოთ ან იუვენტუსი ინტერის თამაში რა ეგ თამაში ყოფილიყო 10 ტურით ადრე სალიფეხით მოიგებდა ამ სეზონს იუვე და ის თამაში რომელიც გავიხსენეთ იუვენტუსი მანჩესტერის ბოლო ტურის თამაში როცა იუვენტუსი რჩებოდა ჯგუფში 94-ზე შეგდებული და პიპო ინძაგის თაურით მეგონი დელპიერო არც იყო მაგ თამაში არ მახსოვს ნახდათ არ მახსოვს ზიდანის პასი მახსოვს და მახსოვს რომ ბევრი მომენტი ვერ გაიტანა იუემ კაი თქვენ ალბათ ინტერი იუვენტუსი ინტერი მაგრამ არ ჭირდებოდა გარდამტეხი იმიტომ მთელი სეზონი მართლა კარგად იყვნენ ამ გუნზე რომ იღებდნენ ფილმს რომელი რეჟისორი ჩაუდგებოდა ამ საქმეს სათავეში რეჟისორი განწყობით ცოტა აი ამ რაღაცა შინაგანი ძალით და ამ რაღაცა კონსერვატულობით კლინტ ისტვუდი ანუ ტიპაჟი მე რომ ვკითხო რომ იუვენტუსის ტიპები ვის პერსონაჟებს გვანან აი ცოტა მინიმალისტურობა სიხისტე შეიძლება მე მიყვარს ძალიან ანუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია და ამიტომ შენი კითხვა ძალიან სუბიექტურია ხო ჩემთვის კლინტ ისტვუდს გადავაღებინებდი ფილმს ამ გუნდზე ოკეი არ დამითმია ბევრი დროს ვატაშოვის რომ აქ საკითხზე მე ფიქრა მაგრამ აი ხლა რატომღაც პირველი მომივიდა თავში ეს კაცი და ვერ ვიშორებ თავიდან ცოტათი იმის გამოც რომ ერთ-ერთი მთავარი დამამცირებელი ასე ვთქვათ და დამცინავი ამ რეჟისორზე სათქმელი ვინმეს თუ რამე აქვს არის ის რომ აი კამერა რომ მოდის ესე ვთქვათ და რეალურ კადრს ვიხსენებთან ერთ-ერთი ნაწ ფილმიდან კამერა მოდის და ჩერდება ონკანზე საიდან წყალი წვეთავს რა და ცოტა ხანი გაყურებინებს ამ წყლის წვეთას და მე რო იფიქრებ უკვე აი გადაიყვანე ახლა კადრიო და აი კიდე 5 წამიტოვებს მე და უკვე ჭყვიდან უნდა შეიშალო მე მიდის ხოლმე რა ზუსტად იცის როდის აღარ შეგიძლია ადამიანს ატანა ამ კადრის და აი მაგ მომენტში გაწევს ხოლმე მე და მე წაიღებს ისევ ამ და აი გაუთავოთ მიდის ეს კარწყდება ან ბოლომდე მიდის და მე მივა ვიღაცა უბედურ გოგოზე რომელიც კარტოფილს თლის. იდეაში შავთეთრი ფილმებიც აქვს. და იუვენტუსიც შავთეთრია. ფეხბურთსაც აი ამ კადრების არის როგორც ცოტა ისეც თამაშობდა პირადად ჩემთვის რომ ხანდახან ეს ნევრები რო გეშლება რომ ეს გუნდი რანაირად ახერხებს რომ ასეთი ვარსკვლავებით ვიღაცა ვიჩენცამ ასე რატო აჯობა და მაინც რატო წააგვა ვიჩენცამ მე. და ამ კადრებზეც რო ეგ რეაქცია მაქვს ხოლმე ტარკოვსკის დავასახელებ მე მაგეთ. და დიდი რეჟისორია ძალიან ისე როგორც იუვენტუსია ძალიან დიდი გუნდი. მე რო გადავხედე ხა ჩემს საყვარელ რეჟისორებს, ნუ ბევრია ან ფილმებს, ესე კონკრეტულ ფილმთან არა, მაგრამ წავედი სხვა შორის ეგეთი ასოციაციებით ასევე ისეთი კადრებით როცა ცოტა რჩება ხას პროპელერი ტრიალებს და ბოლო რამდენი ხანი უნდა იტრიალოს ამ პროპელერმა და მე დროულად რო ეგ სხვა რეჟისორზე მივდივარ ოღონდ ეგ არის ალან პარკერი ალან პარკერი ვოლივისაც აქვს გადაღებული ვოლივისაც აქვს ვოლის გამო არა მაგალითად შუაღამის ექსპრესის გამო მაგალითად ენჯელის გულის გამო სადაც დენირო და მიკი რურკი თამაშობენ ეგეთი აი მძიმე რაღაცნაირი ესეთი მაგრამ ბოლოს მაინც ცოტა ტანჯვა ეს რაღაცა წამება რაც იუვენტუსში სულ იყო ალან პარკერს გადავაღებინებდი მე აი ისტუდზე ვიფიქრე მაგრამ თლად ლიპიზერ ვარ ყოფილიყო და უფრო გუნდზე წავსულიყავი რომელი რეჟისორია ისეთი რომელსაც ვოლტ დისნეი ბევრი მაცადე ბევრი ფილმი აქვს ბეკედა შეიძლება ბევრი ფილმი არ ქონდეს მაგრამ ყველა აქვს კარგი კუბრიკი ეგ ჩემი საყვარელი რეჟისორია ან ნოლანი მეთქი ვამბობდი რა აი უფრო ნოლანი რომელიც რაღაცა იქ ტრილოგიაც აქვს ნოლანი ძალიან წარმატებულია არის ოღონდ აი მაგალითად ოსკარი ერთი იუვენტუსი ეგ წარმატებულია ოპენჰაიმერი
ხო. ანუ ერთი ოსკარი აქვს. ანუ თორე გადაღებული აქვს ბეტმენის ტრილოგია, გადაღებული აქვს მემენტო, გადაღებული აქვს დომინანტია რა, ინსეფშენი. ინტერსტელარი ნოლანი რა. ინტერსტელარის მაგის. ნოლანი. ანუ როგორიც ლიპი შეიძლება ყოფილიყო წყალებში როგორც ამ გუნდის რეჟისორი არის დეტალებზე რაღაცა ყველაფერი რა დაგეგმილია, ყველაფერში თვითონ რო არის ჩართული ტრანსფერებში, საერთოდ ყველაფერში, როგორც ფერგი იყო, ორი კაცი რომ მართავდა მთელ კლუბს ეგ და დევიდ გილი, ცოტა ეგეთი განცდა მაქვს ამაზე. ეგეთია ნოლანი, ანუ ყველაფერი მის ფილმებში არის ხვდები, აი ხმა რომ ჩამირთო რაღაცა სურათი, მიხვდები ნოლანია თუ არა, დიდი ალბათობით. ნოლანი და დიდი ალბათობით მიხვდები. მოდი გადავიდეთ მუსიკაზე. რომელი ბენდი იქნებოდა? მე მაგ ბენდი გამზადებული. აუ არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგ ბენდი მომივიდა. მიდი. ბებრები არიან თან ახლა. Rolling Stones-ი არა. თბილისში ჩამოდიან ნოემბერში ხარშვის Deep Purple. თბილისში მოდიან? ხო, ნოემბერში. მეორედ უკვე. არა, ნუ გილანი მესამედ, მაგრამ Deep Purple ხო, ქორწილი აქვს გილანს გადახი. Deep Purple მეორედ. რატო Deep Purple? იმიტომ რომ ვერაფერი ვერ შევადარე რაღაცა განსაკუთრებულ რაღაცა თვისებით ეს ბენდი რომელიმე ბენდს ეს იუვე და მომივიდა ეგეთი ისა რომ ამ ივენტში იყო რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავი რომელიც დღეს თელი გადაცემის განმავლობაში ბევრჯერ ვახსენეთ. ეს იყო დელ პიერო, ეს იყო ფილიპო ინძაგი, ეს იყო ზიდანი, ეს იყო დავიცი. და თქვა შეიძლება და კიდე პერუცის თქმა ან ჩირო ფერარას, ხო? ხუთ კაცს ვეძებდი რეალურად. ფერარა ხა ძალიან დიდი სტარია რეალურად, ხო? უბრალოდ ამ სეზონში ტრამვირებული იყო, ისე ვერ თამაშობდა. დანარჩენი ხა რა იყო მონტერო, ბირინდელი იქნება, სპესოტო თუ დიდე დეშამი იყო კიდე ასევე, კონტე იყო, ხო? მაგრამ ისეთი მე სოფლიო პერუცს რაღაც სასწავლო ვარსკვლავად უფრო ზიდანი, დავიცი, დელ პიერო ინძაგი და თქვა აი შეიძლება და ფერარა ამ პერუცს. აი ეს ოქროს შემადგენლობა როა იყო Deep Purple-ის. ხუთივე ტიპი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი თავის საქმეში. როგორც მუსიკოსები რა, ძალიან მაგრები იყვნენ ხუთივე. Ian Gillan როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ისტორიაში მუსიკის, საერთოდ როკ მუსიკის, Richie Blackmore როგორც საუკეთესო გიტარისტი ერთ-ერთი მუსიკის ისტორიაში, Glover-ი ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტი, Pace ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი და John Lord ერთ-ერთი საუკეთესო კლავიშინი თუ რა პიანოს როიალზე თუ პიანოს დამკვირვებელი. თან ყველა შევადარე ვიღაცას რა. აი გილანი მაგალითად ჩემ წარმოდგენაში არის Del Piero. Blackmore ცოტა უხასიათო და ისეთი ტიპი რაღაცა რა. არის ზიდანი. თან დირიჟორია ხარ, ის გიტარისტია და კომპოზიციების ავტორი, ისიც რა დირიჟორი და რაღაც. Del Piero ფრონტმენია რა, მთავარი სახეა. მაინც Deep Purple-ის არის გილანი და Del Piero Juventus-ის. ინძაგი არის ისა Glover-ი. რაღაცნაირი ტიპი იყო ესეც ინძაგიც ხო იყო გოლს რო გაიტანდა შეიძლება 5-0-ზე მე-6-ზე გაიტანა გაგიზდებოდა და დარბოდა და ცოტა სასაცილო თვითმეს გოლი აღენიშნა ხო ცოტა ღიმილს ხო გრიდა და გლოვერიც ეგეთი ტიპი იყო რა მუსიკაშიც რაღაცა ისეთი მხიარული და დადებითად რო გაგაწყობდა ეგეთი ტიპი და პერსონაჟი იყო დავიცი ალბათ უნდა იყოს პეისი და დრამერს მოუხდება უფრო და ბრახონი და დავიცი რაღაცა ო მეტო ლორდი ხა ძალიან ისეთი ტიპი იყო და აი ლორდი მოდი დეშამის იმას მიუსვოლ დეშამს მიუსვოლ ლორდს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ფერარა და პერუცი ვახსენე ძალიან ლორდი იყო კაცი რომელიც Deep Purple-დან რო წავიდა გახდა მერე ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის პიანისტი მთავარი ორგანისტი თუ რაღაცა იყო და ანუ კლასიკურ მუსიკაში ძალიან მაგარი იყო და ზოგადად მუსიკაში ძალიან მაგარი იყო და დეშამი რო წავიდა იუვენტუსიდან კი ზიდაინიც მაგარი მწვრთნელი გახდა კონტეც მაგრამ დეშამი წავიდა და საფრანგეთის ნაკრებს მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენი წელია და მაგარცულად არ ითვლება ისე ხო ზოგადად მაგრამ ინტელექტი დეშამის საფეხბურთო ინტელექტი ყოველთვის იყო ხოლმე მისი მთავარი პლუსი და მთავარი სალაპარაკო თემა როცა ნაკრებში თამაშობდა კაპიტანი რო იყო საფრანგეთის ნაკრების და შემდეგ როგორც ფეხბურთელი დეშამის ინტელექტი ყოველთვის იყო ეგ სალაპარაკო თემა და ლორდი მე მისი ინტერვიუები რომ აქვს მოსმენელი ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი კაცი იყო, გარდა იმისა, რომ მისი დაკვირვება და მუსიკა იყო სასიამოვნო მოსასმენი. მაგიტო ეს ამ ხუთეულს შევადარებდი ხუთეულს რა. ძალიან ისეთ პარალელი გაავლეს, ან კარგად აღწერე ეს ყველაფერი რა. ეთყობა რომ მუსიკა ძალიან იცი რა, წეღარო თქო, ბევრი დრო არ დამითმევა რეჟისორზე. აი ამას და კი, მუსიკაზე ვიფიქრე, სამაგერ დავადმოსკენი. მუსიკა ხა მე ძალიან მიყვარს, ძალიან. და Led Zeppelin-ის მასური თუ Juventus გადაცემაში მოსული. მაგრამ აი Juventus-იც ხო ძალიან მიყვარს და ეგეთ შედარებებს ვერ ვაკეთებ. ხა Gillan და Del Piero ჩემთვის ანუ შენ მოსაზრებას ახლა მაგრამ ხა რომ დავაყენო აი ვიზუალურად ვერ იმაშვები რა. ამიტომ მე ეგრე ვერ წავალ რა კონკრეტული ფეხბურთელები რომელიმე იმას შევადარო ხა. ჩემი საყვარელი ბენდი Pink Floyd-ია, Led Zeppelin, Deep Purple, Queen-ი, მაგრამ ვერ მივდივარ. უფრო სტილისტურად თუ დავფიქრდები, აი რაღაცა ფეხბურთი რამდენადაც შეიძლება მუსიკას შეადარო სტილებში და არ ვიცი ისტორიაში წარმატებებში, მივდივარ მეტალიკამდე.
მეტალიკამდე მივდივარ. ვაიბი ხო, არ არის მეტალიკა ის რომ ვთქვათ ჩემპიონთა ლიგა რომ ფეხბურთში მოიგო ყველაზე მეტჯერ მეტალიკა არ არის ეგეთ წარმატებული, არის ძალიან მაგარი ბენდი ამ დროს, არის მძიმე როკი, მაგრამ ამ დროს აქვს უამრავი სუპერ ჰიტი და უფრო მანდ მივდივარ. თუ რომელიმე ბენდს შევადარო, ვადარებ მეტალიკას და თან მახსენდება მეტალიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Sad But True და იუვენტუსის ისტორიაც აი ამ ჩემპიონთა ლიგაში Sad But True არის რა ჩემთვის. იცი და ერთი მუსიკა არ მიყვარს ისე ძალიან რომ ფეხბურთი შევადარო. ხო. ანუ აი ფეხბურთი ჩემთვის აბსოლუტურად სხვა მასშტაბის ამბავია და მუსიკა სხვა მუსიკა ეგასართობია. ამიტომ აი მაგ კითხვაზე რომ შემეძლოს რომ ფოლდი ანუ არ გიპასუხო ვიზავდი. ერთი რაცა ეგრექენ მე მაგას ეგრექენი მაგრამ ერთი მოვიდა რაღაც ასოციაცია და თქვა არა ასოციაცია ანუ აი სახალხოობის თვალსაზრისით რომ ესეთი მომღერალი იტალიელი სახალხო აი ყველა რო უსმენს იტალიაში აი ოჯახო აი ხო იცი რომ ჩართავ და ყველა რაღაცა ყველა ასაკის უსმენს და თან არის ძალიან მაგარი იუვენტინო არის ეროს რამაზოტი არის იტალიის სახალხო მომღერალი და თან არის ძალიან მაგარი იუვენტინო აი როგორც ვალენტინო როსი არის ძალიან ცნობილი ინტერისტა ანუ ავატყოფი ინტერისტა არის ესეთი არის რამაზოტი ჩელენტანოს ინტერისტა ხო კი ბატონო ინტერისტა გამახსენდა ვინ მოიგო ამ სეზონით ანუ ამ სეზონით ყველაზე მეტად მოგებული ვინ დარჩა ლიანობაში რომ დამთავრდა სეზონი და მე ცოტა ხანი კიდე რო გავიდა და მე რო შემდეგ სეზონი რო დაიწყო ყველაზე ბედნიერი და გაღიმებული და ესეთი ტიპი იყო ზინედინ ზიდანი. და დეშამიც იქვე. არა, მე ჩემ პასუხი ზიდანია. მაგედან დაიწყო ზიდანის ზიდანობა მე მგონი, აი დიდი სახელი რომ წავიდა და ამ სეზონის დამთავრებიდან ორ თვეში ფინალში 2 გოლი გაიტანა. სოფლის ჩემპიონი გახდა. ოქროს ბურთი მოიგო მე წლის ბოლოს და ანუ ეგ არის რა, ზიდანმა გახსნა თავისი საომალო დიდება ამ სეზონით მე მგონი. ჩემთვის არის პიპო ინძაგი, იმიტომ რომ მას არ ქონდა რაღაც ექსტრაორდინალური ნიჭი, რომ შეხედავ ინძაგის და ეს ბიჭი ყველა გუნდში მაგრად ითამაშებდა. ანუ ინძაგი შეიძლება ძალიან მარტივად ყოფილიყო ფეილი. ანუ ინძაგი რო ყოფილიყო ფეილი, ზუსტად ისევე სწრაფად შეელეოდა იუვენტუსი მაგ სეზონში პიპოს, როგორც ბევრ სხვა ვარსკვლავს შეელია და ანუ ინძაგის ვარსკვლავად დაბადების სეზონი არის ეს. სეზონია ეს, ოკეი. ზიდანი. კაი. მე მგონი ძალიან კაი გამოვიდა. დავამთავროთ. ყველას გთხოვთ ასევე რომ მიაქტიუროთ კომენტარებში, დაგვიწეროთ რჩევები, აზრები, იდეები ამ კატეგორიებზე, სხვა ნაწილებზე ამ გადაცემის ძალიან საინტერესოა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაუბრუნდებით მალე ახალი ეპიზოდით გადაცემისა. ქუჩები არის ვიწყება.